ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველ-გუნდსა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, ვიდრე პირველ კენჭისყრამდე. დაკითხვებსა და დაკავებებზე გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად, თბილისის ყოფილი მერი და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ციხეშია. ოპოზიცია ამას პოლიტიკური დევნის ახალ ეტაპად აფასებს, ქართული ოცნება კი გიგი უგულავას დაპატიმრებას გადაუდებელ აუცილებლობას უკავშირებს. არჩევანის დებატებში უმრავლესობიდან ქალბატონი ეკა ბესელია და ზვია ძიძიგური და საპარლამენტო ოპოზიციიდან გიორგი გაბაშვილი და ლევან ბეჟაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. გთხოვთ იცნობდეთ, ლევან ბეჟაშვილიც დეპუტატია. მაყურებლებს მიმართავ. დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. მე ვგულისხმობ გიგი უგულავას დაპატიმრებას. დღეს სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში გიგი უგულავას ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ვიდრე უფრო დეტალურად ჩაუღრმავდებოდეთ ამ თემას. მე მინდა გავაცნო მაყურებელს და თქვენ შეგახსენოთ რამდენიმე განცხადება, რომელიც დიპლომატებმა და უცხოელმა თანამდებობის პირებმა გააკეთეს. დავიწყოთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით. ის ამბობს, უგულავას დაპატიმრება სერიოზული საკითხია საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს. შეერთებული შტატები მოელის, რომ იქნება ამ საკითხის აპელაცია და მას ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით. როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი პროცესი წარიმართოს კანონის ჯეროვანი პროცედურის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და თავისუფალი იყოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური ჩარევისგან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონის პრესპიკერის განცხადება აღნიშნავს, რომ გიგი უგულავა, რომელსაც შეჩერებული აქვს მერობის უფლებამოსილება, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. გავიხსენებთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის დაწესების თაობაზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სასამართლო პროცესის სრული დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლება იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას აიღო. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილტი ამბობს, გიგი უგულავას დაპატიმრება, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის წინა განცხადებებს კანონის უზენაესობის ერთგულების შესახებ. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი. თქვენ იცით ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების შესახებ. ჩემი მტკიცე რეკომენდაცია იქნებოდა, რომ ხელისუფლებამ წაიკითხოს ჩვენი განცხადებები. თუ ხელისუფლება მეტ ყურადღებას დაუთმობს, მან შეიძლება თავიდან აიცილოს ის, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს. ვერ დაგარწმუნებთ, რომ ახლა, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია, ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, გარანტირებულად უნდა ჩაითვალოს. და ბოლო განცხადება, რომელსაც მე გაგაცნობთ, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს ასეთ რამეს, გიგი უგულავას დაკავება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაა. ბატონი უგულავა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანიის ხელმძღვანელია, ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდამდე რამდენიმე თვით ადრე დააკავეს. სამწუხაროა, რომ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის დაკავება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მალევე მოყვა. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს მთავრობას დაიცვას ევროპული ნორმები და პრინციპები. ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოვუწოდებს საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს ამგვარი პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებები, რამაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს და ნაცვლად ამისა ყურადღება გაამახვილოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე. აღარ გავაგრძელებ, სხვა ელჩებმაც დღეს გააკეთეს განცხადებები, თქვენ იცით ამის შესახებ. ქალბატონო ეკა, მოდით თქვენგან დავიწყებ. თუნდაც ფილიპ დიმიტროვის განცხადებას რომ მივაქციოთ ყურადღება, რომელიც ამბობს, რომ რეკომენდაციას იძლევა ის, რომ ხელისუფლებამ წაიკითხოს მათი განცხადებები, ევროკავშირის განცხადებები. რას ნიშნავს ეს, თქვენ როგორ მიიღეთ ეს რეკომენდაცია, რომ თითქოს თქვენ სათანადო ყურადღებას არ უთმობთ მათ განცხადებებს? საღამოშვიდობის მივესალმები მაყურებელს და დავიწყოთ ამ განცხადებით. ყურადღებით რომ ვეცნობით განცხადებებს, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლები აკეთებენ, სწორედ ამიტომაც გავაცოცხლეთ ის მივიწყებული პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და რომ კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს. ეს არის ერთ-ერთი ის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც დგას ქვეყნის წესრიგი, დემოკრატია, რომთაც იზომება ქვეყანაში რამდენად სცემენ პატივს და ხომ არ არიან პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც კანონს მიღმა რჩებიან, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში. და არის ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ თანამდებობაზე ყოფნა ეს არის უფრო მაღალი პასუხისმგებლობა და როგორც წესი ითვლება თანამდებობა
თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაული და იგივე დანაშაული ჩადენილი სხვა ჩვეულებრივი ადამიანის მიერ ითვლება, რომ ის უფრო მაღალია, ის უფრო მომეტებული საფრთხის მატარებელია და უფრო მძიმე კატეგორიაში გადის, ამიტომ ყოველთვის როგორც დაამძიმებელი გარემოება ასე ითვლება ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონი უნდა იყოს უზენაესი, რომ ყველას მიმართ უნდა არსებობდეს თანაბარი პირობები, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი, სწორედ ეს ხდება დღეს და სწორედ აი ამ გადაწყვეტილებით ხაზგასმა ხდება, რომ არ შეიძლება ეს იქნება უგულავად თუ ვინმე სხვა, რომელიმე უფრო შთამბეჭდავი სახელის და გვარის მატარებელი ყოფილი თანამდებობის პირი ის კანონზე მაღლა ვერ დადგება. და ევროპული სტანდარტი და ფასეულობა ნიშნავს სწორედ იმას, რომ არ ხდებოდეს გვარებისა და სახელის მიხედვით სამართლის აღსრულების ან მისი შეჩერების პროცესი და მე მახსოვს ასეთივე წარმატებით შემიძლია მოგიყვანოთ ძალიან შთამბეჭდავი ციტატები, რომელიც იგზავნებოდა ხოლმე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ დასკვნებში, ანგარიშებში საქართველოს მიმართ, სადაც მუდმივად გვახსენებდნენ, რომ იყო გამოუძიებელი საქმეები, იყო ოპოზიციის დევნა, იყო ანგარიშწორება, იყო კორუფციული ფაქტები ელიტარულ დონეზე და არ ხდებოდა სახელმწიფოს მხრიდან ამაზე რეაგირება. სწორედ ეხლა ასრულებს სახელმწიფო ამ ვალდებულებებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს რაღაც პრივილეგირებული ადამიანების ჯგუფი, იმიტომ რომ არ შეიძლება სამართალი იყოს ყველა დანარჩენისთვის, ხოლო იმ ჯგუფისთვის, ვინც თანამდებობაზე იყო ან არის ან იქნება მომავალში, მათთვის ჩვენ სამართალს უთხრათ, რომ თქვენ დაივიწყეთ ახლა, ცოტა ხანი დაისვენოს კანონმა და მაშინ გაიღვიძოს, როცა ეს ვიღაცის სურვილი იქნება. და ასეთი განცხადებები მე ძალიან ყურადღებით და ძალიან მაღალი პასუხისგებლობით ვუსმენ, უყურებ და ვიაზრებ ამ განცხადებებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ევროპული ფასეულობა, როდესაც ქვეყანა კანონს პატივს და არა კონკრეტულ გვარებს და სახელებს და არავის არ აყენებს იმ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი გახდეს თვალი დახუჭოს სახელმწიფო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მით უფრო როდესაც საუბარია საკმაოდ მძიმე ბრალდებებზე. მადლობა. ქალბატონი ეკა ამბობს ბატონო ზვიად, რომ პრივილეგირებული არავინ არ უნდა იყოს და კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. თქვენ თვლით თუ არა, რომ იყავით წინა ხელისუფლების დროს პრივილეგირებული? მე გეტყვით, რასაც გულისხმობ, გიგი უგულავას ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ფულის გათეთრებისთვის ბრალი არ წაუყენეს, მას ბრალიერება მარნეულის საარჩევნო ოლქში შეჭრის გამოც. ჩვენ გვახსოვს მსგავსი ფაქტები წარსულში, მაგალითად 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ლევან კაჩიჩილაძე, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, შემდეგ შეიჭრა სწორედ ადმინისტრაციაში და მასთან ერთად იყავით თქვენ. იქ იყო თინა ხიდაშელიც, იყო დავით ბერძენიშვილიც, მაგრამ ამას არ მოჰყოლია არც ბრალის წარდგენა და მით უმეტეს არც დაპატიმრება. დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, გამახსენეთ ძველი ამბები. 2008 წლის არჩევნები ძალიან კარგად გვახსოვს, ჩვენ როგორი არჩევნები მივიღეთ, აგერ ეკაც დამეთანხმება. ეს იყო არჩევნები, რომელიც იყო პირდაპირ, ესე იგი, ხელჩართული ბრძოლა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად თუ როგორი ფაქტები ხდებოდა ასეთი ფაქტი, მაგალითად გარდაბნის შტაბის უფროსი ჩვენი გიანურის ყინვაში დასკოჩილი პირი აკრული და გადააგდეს ტყეში და გადარჩა შემთხვევით სიკვდილს. მახსოვს იგივე მარნეულზე, როდესაც ჩვენი ოპონენტები ხმაურობენ, მარნეულიდან მახსოვს ოქმები, სადაც 10-ზე მეტი ოქმი ჰქონდა, სადაც 100% მივიდა ამომრჩევლის 1500 კაცს და 100%-მა 1500-მა მიცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას და დაახლოებით 15% იმ არჩევნების შედეგების იყო პირდაპირ ოქმების გადასწორების შედეგად მიღებული. ეს იყო ის არჩევნები, რომელ არჩევნებზეც თქვენ ლაპარაკობთ და ის არჩევნები იყო ისეთი უსინდისობა, მე არ მინახავს არც ერთი ისეთი usindisო არჩევნები, როგორც იყო 2008 წლის იანვრის არჩევნები. ამიტომ მოდი ნუ შევადარებთ ერთმანეთს ჩვენ იმ სიტუაციას და ამ თუმცა სწორედ ამიტომ მანც გეკითხებით ბატონო ზვიად, თუ თქვენ თვლით მით უმეტეს რომ ეს პროცესები ასე usindisო მიდიოდა, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ აი ამ შეჭრას რატომ არ მოყვა შესაბამისად თუნდაც თქვენი ან სხვების დაპატიმრება, ბრალის წარდგენა და ასე შემდეგ. ვერ გეტყვით, მაშინ ბრალის წაყენება და დაპატიმრება ჩვენ არ დაგვკლებია არც 2008-ში, არც 2009-ში, არც 2010-ში, არც 2011-ში და არც 2012-ში და თუ თქვენ გულს გაკლიათ ის რომ ახლა ჩვენ სათანადოდ მაშინ არ ვიჟებოდით ასე ვთქვათ, უნდა გითხრათ რომ მაშინ გარჭირდებოდა ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცედურები კონკრეტულ ლიდერების მიერ ფიზიკურად უსწორდებოდნენ მაშინ და გავიხსენოთ ის ძალადობის ფაქტები და თვალებს დათხრილი ადამიანები და ცხვირპირ ჩამტრეული ადამიანები
მოვლენები და ასე შემდეგ. მე გეტყვით გიგი უგულავასთან დაკავშირებით. მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თემას. გიგი უგულავას საკითხი არ დაწყებულა ეხლა, როდესაც ის დააკავეს ქვეყნიდან გასვლის მცდელობის დროს. გიგი უგულავას თემა არის დაწყებული რამდენიმე თვეა, ჩატარდა უკვე რამდენიმე პროცესი. ამ პროცესზე იყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოეწონათ ჩვენ ოპონენტებს, იყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ მოეწონათ. საკითხი ეხება 48 მილიონის არასწორად დახარჯვასთან დაკავშირებით ბრალის აყენებას პროკურატურის მხრიდან და დამეთანხმებით ეს ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან სერიოზული და ძალიან შემაშფოთებელი ბრალია, რომელიც არის გიგი უგულავას მიმართ აყენებული. 50,000 ლარი ქონდა გიგი უგულავას გირაო გადასახდელი და იმ პერიოდში, როდესაც მას ეს 50,000 ლარიანი გირაო უნდა დაეფარა, იმ პერიოდში მისი მხრიდან ისევ ახალი ბრალდება არის პროკურატურის მხრიდან ფულის გათეთრებისა და პარტიული მიზნებისთვის $1,500,000 ჩამოტანის თაობაზე. ეს არის იმიტომ რომ აპირებდა როგორც მე გავიგე თანამდებობის პირებისაგან, რომლებსაც მე რა თქმა უნდა ვკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა აპირებდა ქვეყნის დატოვებას. და ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით როგორც კი დადგა საკითხი, მაშინ მიიღო გადაწყვეტილება პროკურატურამ, რომ დაკავება მოხდარიყო მისი. ეს არის მხოლოდ ამის გამო მოხდა. ახლა რაც შეეხება ამ განცხადებებს, რომელიც თქვენ აქ წაიკითხეთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ისიც რომ გიგი უგულავას დაკავება არის უსერიოზულესი გადასაწყვეტი საქმე იყო თვითონ საგამოძიებო ორგანოებისთვის, ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ ჩვენ ყველას წინა გვაქვს სასამართლო და სასამართლოს დამოუკიდებლობა ამ ქვეყანაში არსებობს და სასამართლოს დამოუკიდებლობა არის სწორედ ის გარანტია, რომელიც ჩვენ გვაძლევს სწორედ იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ არავითარ პოლიტიკურ დევნას არ ვახორციელებთ. ეს არის კატეგორიულად გამორიცხული პოლიტიკური დევნა განახორციელო ადამიანის მიმართ, რომელსაც აქვს რამდენიმე ბრალდი უკვე წაყენებული სახელმწიფო თანხების არასწორად დახარჯვასთან დაკავშირებით. ეს არ არის პოლიტიკური დევნა, აქ არის ბრალი კონკრეტული და კონკრეტულ ბრალს ჭირდება კონკრეტული პასუხი კონკრეტული ორგანოს, ამ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან. სასამართლო ახსენა ბატონო ზვიადმა, თქვენი თანაგუნდელები და თანაბარი დრო მოგოცემა და რა თქმა უნდა, მე მინდა გკითხოთ სასამართლოსთან დაკავშირებით, თქვენი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ სასამართლომ დაარღვია ყოფილი მერისუფლებები, რატომ თქვით ასე? საქართველოში არ არის დღეს ბავშვიც კი, რომელიც ვერ ხვდებოდეს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის სუფთაწყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურამდე გიგი უგულავას დაპატიმრება. სამწუხაროდ ჩვენ გავხდით უკვე ვიქეცით ქვეყანაც, სადაც ხელისუფლება წყვეტს პოლიტიკური ბრძოლის საკითხებს დაჭერებითა და დაპატიმრებებით. მართლმსაჯულების ზეიმი უწოდეს ამას. ასეთი მართლმსაჯულების პერმანენტული ზეიმი მიმდინარეობს რუსეთში, ჩრდილოეთ კორეაში. რუსეთშიც კი მაგალითად მერობის კანდიდატი ნავალნი არ დააპატიმრეს, მასზე საქმე აღძრეს, დროებით დააკავეს, მაგრამ შემდეგ გამოუშვეს. კასიანოვზე საქმე აღძრეს, მაგრამ ბოლომდე არ დააკავეს. ნუ პუტინის რეჟიმიც კი ჩვენ განსხვავებით დღევანდელი საქართველოს მთავრობისგან პირდაპირ არ იჭერს ყველა მთავარ ოპონენტს, რომელიც ყავს მას არჩევნებზე. რაც შეეხება არჩევნებს და ეხლა რა მოვისმინეთ ჩვენ 2008 წლის ისტორიები საარჩევნო, რა თქმა უნდა იყო მაშინაც დარღვევები, მაგრამ ისაც ხდებოდა ეხლა მარნეულში ყველა ვიხილათ ჩვეულებრივად ადამიანები იდგენ და ბუჯა ბიულეტენებს ყრიდნენ ყუთში, ეს გადაღებულია, დოკუმენტირებულია მთელმა საქართველომ ნახა. როცა ძალადობაზე ვლაპარაკობთ ან გარდაბანში, ყველა ვნახეთ როგორ დაესიენ უბრალოდ ადამიანებს ქუჩაში და მართლა თავები დაუხეთქეს და არავინ ამაზე არც დაკავებული, არც დაჭერილი, არც დასჯილი არ არის. ანუ ამ ხელისუფლების ჩვეულებრივი ტაქტიკა არის ამ არჩევნების წარმართვა ესეთი ძალადობრივი გზით და რაც თავარია ოპოზიციის დაჭერით, დაპატიმრებით ის რომ გიგი უგულავას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, ეს უბრალო საკითხია ყველა იურისტისთვის, სანამ სასამართლოს მისთვის რამე ბრალი არ დაუმტკიცებია, ის არის უდანაშაულო, ქვეყნიდან გასვლას ვაპირებდა, ამიტომ დავიჭირეთო, ეს საერთოდ აბსურდია, იმიტომ რომ იმ დღეს იმსჯელა სასამართლომ იმის შესახებ, გიგი უგულავას ჰქონდა თუ არა უფლება ქვეყნიდან გასვლის. და იმ დღეს ზუსტად სასამართლომ თქვა, რომ დიახ არავის არ აქვს უფლება მას შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, მას უნდა ჰქონდეს თავის პასპორტის და პირადობის მოწმობას და მას აქვს უფლება გავიდეს ქვეყნიდან. მხოლოდ სასამართლოს შეეძლო ეს შეეზღუდა. ის რომ გიგი უგულავა ეხლა არსად არ მიდიოდა, ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა ხელისუფლებამაც იმ ტოტალური კონტროლისა და ასე ვთქვათ მოსმენების საფუძველზე, რომელიც მათ აქვს, გიგი უგულავამ არაერთგზის ღიად განაცხადა, რას აპირებს ის, რომელ საათზე წავა და რომელ საათზე დაბრუნდება. მან სოციალურ ქსელებში თავის ბილეთებიც კი გამოაქვეყნა იმისათვის, რომ უბრალოდ ეთქვა, რომ
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მას აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება, უნდა იყოს აღსრულებული. თუ რაღაცა ელემენტარული კანონიერება არსებობს და თუ ერთი ადამიანის ხუშტურის და ერთი ადამიანის მონდომების გამო არ ხდება მისი დაჭერა. აი ამ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მის დაპატიმრებამდე არანაირი ახალი გარემოება არ ყოფილა, ანუ რა თქმა უნდა მას მარნეულის ბრალი წაუყენეს, ეს საერთოდ აბსურდია. პოლიტიკური პროტესტის აქტი, რომელიც ჩვენს ოპონენტებს არაერთხელ გაუმართავთ სხვადასხვა ადგილებში, ბევრად უფრო ხმამაღლა, ანუ ხმამაღლა გამოთქმული საარჩევნო კომისიაში გაყალბებისა და თაღლითობის წინააღმდეგ გამოთქმული ხმამაღალი პროტესტის გამო წაუყენეს ეს ბრალი და ის ახლა ამაზეა დაჭერილი. აბსურდია ლაპარაკი ყველანაირი ფულის გათეთრებაზე. აბსურდია ლაპარაკი, ანუ აქ თან ორმაგი ტაქტიკა არის PR განცხადებებისთვის და პრეს-რელიზებისთვის. ამბობენ პარტიის უკანონო დაფინანსებას, რომ პარტიაც საქმეში იყოს. ბრალში პარტია არ ფიგურირებს და ფულის გათეთრებას ედავებიან, რომელიც საერთოდ აბსურდია, იმიტომ რომ გიგულავს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ოფშორულ კომპანიებთან, რომელიც ერთმანეთთან ფულს რიცხავენ და აქ პროკურატურას დასამტკიცებელი აქვს უბრალოდ, რომ ერთ ოფშორულ კომპანიას არ ქონდა ლეგალური შემოსავალი. დაამტკიცებენ თუ არა, მას ნახავთ. ანუ აქ არის ერთადერთი რაღაც, აქ არის სურვილი დაიჭირონ გიგი უგულავო როგორც ოპოზიციის ლიდერი, ნელ-ნელა დაიჭირონ ყველა ოპოზიციის ლიდერი, რომლის გარშემოთაც რა თქმა უნდა ხდება ოპოზიციის ჩამოყალიბება, ოპოზიციის გაძლიერება, ოპოზიციის ორგანიზაციული საქმიანობა, ვიზაც არის დაკავებული, ვინც გამოიკვეთება უბრალოდ ლიდერად, ყველა ეს რიგრიგობით უნდა დაიჭირონ და ეს ამ ხელისუფლებისთვისაც ცუდია, ეს ქვეყნისთვისაც ცუდია, იმიტომ რომ ხა ჩვენ დევნა არ დაგვანგრევს, ჩვენ დევნა მხოლოდ გაგვაძლიერებს, იმიტომ რომ ჩვენში არ არის საქმე და ჩვენს პიროვნებებში არ არის საქმე, არის 10,000-ობით ადამიანი, ვინც ჩვენს პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს. ისინი გამოძებნიან გზებს, გამოძებნიან საშუალებებს, რომ ბრძოლა გააგრძელონ ყველა შემთხვევაში, მაგრამ ერთადერთი არის, რომ ეს ქვეყანა იქცევა ნელ-ნელა ქვეყნად, სადაც უბრალოდ ადამიანს ირჩევენ და ეხლა რა გონია ჩემ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ შემდეგი ხელისუფლება რომ მოვა, გაუჭირდებათ რომელიმე მინისტრზე თუ ამის სრული ეკნათ სამსახურებრივ გადაცთომაზე, გულგრილობაზე ვინმეს დაჭერა, ნება არ უნდა ქონდეთ ამისი. ნება და სრული არ უნდა ქონდეთ ამისი, რომ ესე უთითხრონ საქმეები თორე ხა ნებისმიერი საქმის გამობმა ნებისმიერი დღევანდელი მინისტრისთვისაც შეიძლება ესე საქმის აკვრა თუ შენ გაქვს სრული პოლიტიკური ოპონენტი ამ მეთოდებით გაანადგურო და ამ მეთოდებით მოსპო. ბატონ ლევან, მოგენები ჩვენ ვისაუბრეთ რა თქმა უნდა იმ ფაქტზე, როდესაც თქვენი დაკავება მოხდა, მაგრამ მე მაინტერესებს ის რაც შეეხება ეს აუცილებლად უნდა დავამატო გამომრჩა. ქალბატონი ეკა ლაპარაკობდა კანონის წინაშე თანასწორობაზე, ხო? კანონის წინაშე თანასწორობა დღეს როგორც ესმით, ეს ერთი არის რემენა, რომლის დეპორტაცია ხდება უკრაინიდან და საქართველოში ეს ადამიანი ქრება და მთავრობის კომენტარი უბრალოდ რომ ეს არასერიოზულია, კომენტარს არ გავაკეთებთ. საქართველოს საკონსულო ადასტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის ადასტურებს, რომ ეს კანონიური ქურდი ჩავცვით თვითონაც და ჩამოვიდა თბილისში. თბილისში მისი კვალი ქრება. აი ეს არის რემენას მიმართ მოპყრობა. და ადამიანის მიმართ, რომელმაც მართლა ნაგვით, ბუნკერებით, ვირთხებით სავსე, გაუნათებელი, დანგრეულგზებიანი ქალაქი ჩაიბარა და რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა ვერ მოაგვარა, მაგრამ დაუჯერებლად წინ წაიყვანა. ქალაქი აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე იყო 2004-2005 წელს. ეს ამ ადამიანის მიმართ წინასწარი პატიმრობა ყოველგვარი საუბრის გარეშე და რემენას მიმართ ავტობუსში იმასდი, აეროპორტში დახვედრა, დაცილება და გაცილება. კანონიერი ქურდების მიმართ ლობიერება, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ციხე. აი ეს არის პრინციპი. დავუთმოთ ახლა თქვენს კოლეგას ბატონ ლევან, კულტურის მინისტრის მოადგილემ თქვენ გეცოდინებათ ამის შესახებ, ალექსანდრე მარგიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა ასეთი რამე, მორატორიუმი დასრულდება და ეს მოფერებად მოგეჩვენებათ. თქვენ როგორ მიიღეთ ეს განცხადება, რა მოგველის 5 დღის შემდეგ? მოგველის რას ნიშნა? ქვეყანას გულისხმობს. ცალკე არ ვარ. დამნაშავეებს ეს. ფაქტია, ჩემი კოლეგების თუნდაც დღევანდელი ეს მთელ ქვეყანაზე აისახება ის რაც ხდება. მთელი ქვეყანა დამნაშავე არ არის. ქალბატონი ეკა თulis რომ ეს პოლიტიკური მუხარა ნორმალურია და მისი პრობლემაა და არა ჩვენი. კარგი, მაგაზე მე ჩემ დროში ვისაუბრე. ფაქტია, რომ ჩემი კოლეგების დღევანდელი განცხადებებიც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი კარგად გაყურადღებით რო კითხულობდნენ ჩვენი ევროპელი მეგობრების და ევროპის ლიდერების განცხადებებს ასეთ სიტუაციამდე არ იქნებოდი და ეს განცხადებების თავისთავად არ იქნებოდა, იმიტომ რომ არაერთი გაფრთხილება იყო ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, შერჩევით მიდგომებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და თქვენთვის თავისთავად ასეთი შინაარსის განცხადებების არსებობა უკვე მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცა არ თავისთავად ფაქტია, რომ მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში გაკეთებულ მათ განცხადებებს ხელისუფლება ისევა ჯიუტად პასუხობს ძალისმიერი მოქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ბუნებრივია ეს განცხადებები ლოგიკური არის. უბრალოდ ცუდი არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, კოლეგები ისევ ჯიუტად განაგზობენ
თავისის მტკიცებას და ბუნებრივად ქვეყნისათვის მე ვიქნებ არ იქნება ნორმალური. აქ საუბარი იყო იგივე პრივილეგირებულ კასტაზე და უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტა და ასე ვთქვათ ყველას მიმართ კანონის უზენაესობა უნდა დამყარდეს და ამ შემდეგ ქალბატონიკა შეგახსენებთ რომ თუნდაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საზოგადოება გამოაქვეყნა ბოლო ანგარიში ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ჩადენ გამართული პროცესების მიმართ და უამრავ დარღვევაზეა საუბარი, უამრავ შერჩევით მიდგომებზე, შერჩევითი სამართლის მიდგომებზეა საუბარი იმ ანგარიში, საუბარი იმაზე, რომ პროფესიით მოწმეები არსებობს მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით და ერთ-იგივე მოწმეები ახორციელებენ ბრალდების მხარდაჭერას. ის მოწმეები, რომლებიც მათ არ აწყობთ, ხდება მათი გატაცება, ის მოწმეები, რომლებიც მათ არ აწყობთ, ხდება მათი ქვეყნიდან გაყვანა და ამ შემდეგ და ბუნებრივია, როდესაც ასეთ შერჩევით მიდგომებზე გვაქვს ესეთი განცხადებების აბსოლუტურად ლოგიკური არის. თუნდაც ნახოთ ის წინასაარჩევნო გარემო, რაც დღეს ქვეყანაში არის, თუნდაც როგორ დაინიშნა მეორე ტური აბსოლუტურად კანონმდებლობის დარღვევით, როდესაც ყველა დასრულებული შიდა პროცედურა არ იყო იგივე სასამართლო გასაჩივრებების, შეჯამების და ამ შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც კი მოგცა საშუალება, რომ მეორე ტურისათვის სათანადო მომზადებული ყავით და სასწრაფო წესით ერთი კვირა მოგცა პრაქტიკულად იმისათვის, რომ მეორე ტურისათვის თქვენ როგორ განმარტავთ ამას, რატომ შეირჩა ეს თარიღი? ნუ დროში დაჩქარება და ამავე დროს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერა. რისთვის უნდა ხდებოდეს მარტივი ლოგიკაა, ხო? როდესაც მეორე ტურამდე ხდება მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის დაჭერა, აბსურდული ბრალდები, ჯერ იყო ერთი მცდელობა, როდესაც გიგი უგულავა აპირებდა მოლდოვეთში საერთაშორისო შეხვედრაზე გამგზავრებას, მაშინ დაიბარეს პირველად, უგულავა მივიდა გამოძიებასთან, სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ არც პასპორტის ჩამართვების უფლება ჰქონდა უფლება ქვეყანა დაეტოვებინა. რაც მთავარია, მეორე როგორ მოხდა გიგი უგულავისათვის პატიმრობის შეფარდება. როგორ გავიდნენ ისინი მოსამართლედ, თქვენ იცით მოსამართლედ ვიცი ამ შეკითხვას მე აუცილებლად დაგისვამთ, უბრალოდ მინდა უკვე გიპასუხონ რა თქმა უნდა მართველი გუნდის წევრმა და შემდეგ ამ დეტალებს აუცილებლად განვიხილავთ. თარიღთან დაკავშირებითაც მაინტერესებს თქვენი პასუხი, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ამ თარიღის კანონდარღვევით დანიშნა მოხდა და ამაში მართველი გუნდის ინტერესი იყო. გადაწყვეტილება მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. და აი მე მესმის რომ კომისიის თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ქალბატონო. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? კომისია მიიღო გადაწყვეტილება, ლევან მე მესმის რომ თქვენ ძალიან გიჭირთ იმის დაჯერება, რომ ხელისუფლება არ იღებს გადაწყვეტილებას CSKO-ს მაგრამ როგორც ეს ხდებოდა დაიწყე ორხმაში საუბარი? დებატებია, თქვენ შეგიძლიათ პირიქით ეს საინტერესოა. ნუ წაახალისეთ ისე რომ გვესმოდეს დებატებია. ხო, მაგრამ ძალიან რთულია. მაგრამ არა ისეთი ფორმით რა თქმა უნდა, როდესაც არ არის თუ არაც ადამიანს საუბარს ეს დებატი კი არა, გარი უზრდელობა, როდესაც არ აცლის საუბარს. გისმენთ. ხულიგანთან ერთად. კარგით, კორექტულები ვიყოთ, გთხოვთ დავაცადოთ ერთმანეთს, მაგრამ კამათი შეგვიძლია ოღონდ ისე რომ ყველამ გავიგოთ რაზე ვსაუბრობთ. რა შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ასევე ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც დახურული სასამართლო პროცესები მედიისთვის გავხსენით და დღეს შესაძლებლობა არის, რომ აქ პოლიტიკურ ფორმატში კი არ ვისაუბროთ სისხლის სამართლის საქმის გარემოებებზე, იმიტომ რომ არ არის ეს სწორი ფორმატი, არამედ საქმეში მონაწილე მხარეებმა ღიად საჯაროდ მედიის თანდასწრებით, ეს არის ჩვენთვის მიერ გაღებული სიკეთე, თქვენ ხო დახურეთ მედიისთვის. ქალბატონიკა, თქვენს მიერ გაღებულმა სიკეთემ დღეს განხილვის გარეშე გამოიწვია აი აპელაციის ახლა მაგასაც გეტყვით ბატონო. თქვენს მიერ გაღებული სიკეთე, რომ ოპოზიციის ლიდერი ციხეში ჩასვით განხილვის გარეშე აპელაციის. ხო, ეს არის ის წესი და კანონი. თქვენი პოლიტიკური შეკვეთა, მეტი არაფერი ეს არ არის. ეხლა გეტყვით, ეს არის ის წესი და კანონი, შეგახსენებ და თქვენ შეიძლება ნაკლებად გახსოვდეთ, მაგრამ ლევან ბეჟაშვილს უცილობლივ ემახსოვრება, იურისტია და თან იურიდიულ კომიტეტში იყო, თუ არ მღალატავს მეხსიერება მაშინ, როდესაც მიღებული იქნა ახალი წესები, აღკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვის დროს შეიცვალა და გაჩნდა წინა მოწვევის პარლამენტში დასაშვებობის, ანუ აღკვეთი ღონისძიების განხილვის მეორე ინსტანციაში ახალი პროცედურა. აი, რაც დღეს გამოიყენება, ეს არის თქვენს მიერ მიღებული საპროცესო კოდექსის ცვლილებები, რომელთა სააპელაციო სასამართლო აღარ იღებდა უკვე დიდი ხანია საჩივრებს
აღკვეთი ღონისძიების მეორე სასამართლოში განხილვის შესახებ. ფორმალური წესი დაიცავით პოლიტიკური ოპონენტის დაჭერისა. ჩვენ კი არ დავიცავით, სასამართლომ დაიცვა, ეს ის დრო არ არის, თქო რომ კარნახობდით მოსამართლეებს რა უნდა ეკნათ. ეს ის დრო არის, კი. თქვენ ხას უსვამთ რომ კანონდარღვევას არ ქონდა, იმიტომ რომ აპელაციას აქვს ეს წესი, რომ დასაშვებად ქონდა სასამართლოს ნამსჯელი გიგი უგულავას არ ქონდა იმ დღეს და ხა ამაზეც გეტყვით. არ ქონდა იმ დღეს, წინა დღეს ქონდა, ბატონო გოგა. მასტერკლასის არ უნდა შეეცადოთ, რომ ჩაატარო ძალიან კარგად ოპონენტი დაიჭირა. ჩავატარებ ჩვეულებრივ სამართლებრივ მასტერკლასს და ამჭირდება არავის დატრიუკები. ახლა ჩავატარებ აი ამ խոսთას და გაჩვენებ. ახლა და ლევან დამეთახმება. იძულებული იქნება დამეთახოს. თუ სიმართლეს ლაპარაკობ. მარტივად ვსაუბრობ, რომ აპელაციას, ანუ მეორე ინსტანციის სასამართლოს არ აქვს უფლება მიიღოს საჩივარი თუ ახალ გარემოებას არ წარადგენ. ანუ იმას, რაზეც არ უმჟელია პირველი ინსტანციის სასამართლოს. ასეთი ახალი გარემოება, როგორც ჩვენ ნახეთ სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაში და შემდეგ მოგვიანებით ეს დეტალები უფრო გახდა საჯარო, არ იყო წარდგენილი. თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ წარადგინეს. ხო, ამ დროს ასამბობს სასამართლო, რა ჩათვალა სასამართლო. ეს არის ის წესი. უბრალოდ ქალბატონიკას ერთი წამით შევაწყოთ. ეს არის ის მოსამართლე, რომელმაც გიგი უგულავას შეუჩერა უფლებამოსილება მერის და რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო მარცხნივი მოქმედება. არ ხდება, რომ თქვენ გინდათ, რომ ბატონი უგულავას მიმართ ამოქმედდეს სრულიად ახალი არარსებული წესები და დანარჩენი საქართველოსთვის არსებობდეს ის წესები, რომელიც კანონში წერია. ესე არ ხდება. ესე იხილებოდა. თქვენ არ მოიქცეთ როგორც თურქმენბაში და როგორც ჩრდილოეთ კორეა, როცა ოპონენტებს იჭერთ. თურქმენბაშები ვიქცეოდით, ბატონ გოგა, თქვენ როდესაც და თქვენ როგორ იქცევთ? კი არ გვიჭერდით, თქვენ როგორ იქცევით? თქვენ კი არ გვიჭერდით. თქვენ სამართლიანობის ზეიმი, თქვენ სამართლიანობის ზეიმად მიგაჩნიათ? მე გეტყვით რა მიმაჩნია. მაინტერესებს მართლა, თქვენ მიგაჩნიათ სამართლიანობის ზეიმად? გავიგე კითხვა, ბატონ გოგა. მე მახსოვს, მე ჩემი თანამებრძოლი ბატონი ზვია და კიდე რამდენიმე ადამიანი ძალიან მშვიდობიანად რომ ვიდექით და ვაპროტესტებდით უკანონობას და ძალადობას, პლასტიკური ტყვიები დაგვიშინა და სნაიპერები გვესროდნენ. მე ეს მახსოვს და კიდევ მახსოვს რომ 15 ივნისს ისე კი არ იქცეოდა რომელიმე მათგანი როგორც იმ დღეს ლევან ბეჟაშვილმა შემოიხია ტანსაცმელი და ვერ დავაწყლარეთ ვერაფრით. ისე კი არ იქცეოდა, წყნარად იდგა 99 ახალგაზრდა და ერთი ზურა ბაბაშიძე დასრული პოლიციის სამმართველოსთან გამართეს მდუმარი აქცია, პლაკატები ეჭირათ ხელში და გამოვარდა სპეცრაზმი. ანუ ისიც ნორმალურია თქვენი აზრით სასამართლოს მერე ხდებოდა. ეს მაინტერესებს. სასამართლოს მერე რაც ხდებოდა, როდესაც პოლიცია, ჩვენ პროკურორებს, როდესაც იმ სიტყვებით აგინებდა, მერე პოლიციელებს გინდა რომ ზედ შედგე, ესე არ ხდება. მე იმიტომ გაგახსენეთ 15 ივნისი რომ ჩვენ იქიდან გამოვედით. კარგი არ იყო. ის კარგი არ შეიძლება იყოს, რაც იქ ხდებოდა. ის არ არის არც ნორმალური, რაც იქ ხდებოდა. მაგრამ ეს ამ პოზიციებიდან საუბარი გიწევთ. მაგრამ მე გაგიხსენით, რომ დღეს სასამართლოს ეს წესები აქვს. თქვენ მოგწონდათ სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელთაც უგულავა აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვეს წინა დღეს, მაგრამ აღარ მოგწონთ იმ მოსამართლეს გადაწყვეტილება, რომელმაც სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო გოგა ან არის თავისუფალი, ან არ არის თავისუფალი. თქვენ შეგნებულად ბატონი ლევანი შეეცდება ახსნა სიტუაციებზე უკეთეს აუცილებლად გახვალ ბატონი ჟიადი ნახე სამართლებრივი კამათი მანიპულაციის შედეგად ჯობია მიტან იმ მოსამართლეზე გადავიდეთ გარანტირებული ქონათ ეს გადაწყვეტილება არავის ბატონი ჟიადი დამატებდა განმოვაქვთ თქვენთან აუცილებლობის პირობებში სასამართლოს გაისვა მე ვფიქრობ რომ პასუხი უნდა გავცეთ და უნდა ვისაუბროთ ამაზე პირველ რიგში 12 ივლისის თემა შეეხებოდა რომ დაინიშნა არასწორად და ცხვირწინ დაგვინიშნეს არჩევნები ისე რომ ერთი კვირის მეტი მოსამზადებელი დრო არ ქონოდა მე ვფიქრობ რომ 15 ივლისის მერე ყველა პარტია რომელიც მეორე ტურში გავიდა 15 ივლისის მერე ემზადებოდა არჩევნებისთვის და ლამის ერთი თვეა 15 ივნისიდან 12 ივლისამდე და რატოა ეს ერთი კვირა და რატო ვერ მოემზადება ან სხვას რას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა ყველა კარგად ხედავთ რომ აქტიურად არიან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული და დრო მშვენივრადა სხვათა შორის ის რომ დროზე როცა ვლაპარაკობ ჩვენ რომ აი ერთ კვირას არ გვიტევს საერთოდ ის რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიაში უშლის ხოლმე ხელს საერთოდ ის ბატონ გოკა წეგან ბრძანეთ თქვენ რომ ჩვენ ამ დაჭერით პირიქით უფრო გავძლიერდით და უფრო მაგრები ვართ და საერთოდაც მე გეტყვით რომ დაჭერილი კაცის და დევნილი პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიები საერთოდ არა მადლობთ არა ეხლა შეცვლა და სხვანაირად იტყვი წეგან სხვაგვარად ამბობდი და თქვენივე ნათქვამს გიბრუნებთ ტაქტიკურად თქვენ შეიძლება ეს დაგვაზარავოთ ამითი თუმცა ჩვენ მეორე თვეში მაინც ვიბრძოლთ ტაქტიკურად შეიძლება დაგვაზარავოთ ერთი სიტყვით ისე რომ აღნიშნავდეთ კატასტროფის გზას დაადეკით ძალიან კარგად იცით როდესმე
რო აღნიშნავდეთ თქვენს რიტორიკაში რომ მეორე ტურები რო დაინიშნა და 21 ოლქში მთელ საქართველოში ეს რომ არის დადებითი მოვლენა სადმე თუ წამოგწდებათ ამისი ძალიან მადლობელი დაგრჩებით იმიტომ რომ მეორე ტური კი არა თქვენთან ოცნება არ შეიძლებოდა იმაზე რომ საერთოდ ან ბარიერი დაგეწესებინათ ან პირდაპირ არჩევის ყოფილიყო პირველ ტურში გამარჯვება რო იზეიმეთ თუ გახსოვთ ისე არ გინდოდათ მეორე ტური მაგრამ არ გინდოდა თუ არ გინდოდა როდესაც რესურსი იმისგან მარნეულში როდესაც ამ ნაბიჯზე წავედით მარნეულში თქვენ ლაპარაკობთ თქვენ ლაპარაკობთ მარნეულზე ლაპარაკობთ წინა არჩევნებს რომელსაც კატეგორიულად უარყოფით არჩევნების ღამეს წინა არჩევნები და $500 შამპანიურებს ხსნიდით და ნარმანიას თავზე კოსმიდით უკვე იმდენად აღიდგინოთ მეორე ბოდიში თქვენ რატო დაიმოღმეთ ჩვენ რომ ვიზეიმეთ კაცო ჩვენ ერთი თვით შეგარგოთ ზეიმი მერტმა შეგარგოთ ზეიმი ხისეულად გაიმარჯვეთ არა ოპონენტების დაჭერით არა ოპონენტებზე ზეწოლით ხისეულად გაიმარჯვეთ თუ შეიძლება პასუხის გაცემა მინდა რაღაც საკითხებზე რემენაზე ესე იგი ბატონი გოკა ცალკე გაჩერდა და ესე იგი ცალკე შეაჩერა ამაზე თავის ყურადღება თუ იქნებოდით დაინტერესებული თქვენ თვითონ ნახავდით რომ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების მიმართ სტატისტიკა არის გაცილებით უფრო სერიოზული არა წარმოიდგენა არა დღეს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთმა საიტმა გამოაქვეყნა ყველაზე უსაფრთხო არა არ გაიგე იმიტომ რომ აი ნახევარწინადადებაში იმდენად არ გინდა ამის მოსვენა ეს რომ თქვა რომ იქვე მაწყვეტინებ რა ესე იგი ამერიკულმა საიტმა გამოაქვეყნა 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატისტიკა სია ჩამონათვალი და 10-ულში არის საქართველო მერვე ადგილზეა საქართველო ის რომ თქვენ მუდმივად ლაპარაკობთ რა აი კრიმინალმა მოიმატა ქვეყანაში აი დავიღუპეთ აი ესე იგი კანონიერმა ქურდებმა წალეკეს ქვეყანა სრულიად სხვა რაღაცას ლაპარაკობენ ამერიკელები სრულიად სხვა რაღაცას ლაპარაკობენ სტატისტიკა რომელიც კრიმინალს როგორ ვეძებთ მახსოვს ზაგარმა თქვენგან არ ვესწორდა რემენა სადა არ ვიცი არა ვარ რემენის დეპორტირებული კაცი შემორკილები აეროპორტში დახვდა თქვენი ერთი თემა კიდე რაც თქვა გოკამ ამას ვიდა პასუხი სიცილი არ შველის მაქსიმალს გოკა რასაც ლაპარაკობ ხა რამე ვერსია ხო არა გაქვს სადა თქვენ გეკიდებათ იმიტომ რომ თქვენ ახართ მაგ სპეციალისტები მაგ თემაზე იმიტომ რომ იყენებთ ჩვენ რომ თავრობაში უსაფრთხო ქვეყნების 10-ულში ვერ ხვდება ქვეყანა სადაც კანონიერი ქურდების და კრიმინალების საფუძველია ეს არის კარგი შექმენით პატრული გავიგე მაგრამ თემა მინისტრებსო თქვენ მინისტრებსაცო როცა გვინდა მაშინ შევედავება შემდეგი ხელისუფლება და დააპატიმროს უნდა მომავალმა ხელისუფლებამ თუ 50 მილიონიან ბრალს წაუყენებენ თუნდაც 1.5 მილიონს ჩვენ არ ვიტყვით რომ ეს პატარა ციფრია და პატარა თანხაა თქვენთვის ეს 10 მილიონები ისე იყავით მიჩეულები ამ ფულების ფანტასო არაფერი არ იყო და ერთ მაგალითს შეგახსენებ თქვენ პარლამენტში ძალიან კარგად გახსოვთ როცა ბიუჯეტის განხილვა იყო იმან ბოკერიამ შემოიტანა 22 მილიონი ლარის ხარჯი კიდე ითხოვდა თავისი უშიშროების საბჭოსთვის და 2 მილიონი მიცა მაშინ ფინანსთა სამინისტრომ და იმ 2 მილიონით მე ვფიქრობ რომ ის 20 მილიონი დაეზოგა ქვეყანას იმიტომ წინა წლებში დახარჯული კიდე ფულები რომელიც ვერ გაიგო ძალიან გასაგებია და როგორ დაიხარჯა ის საქმე აღარ კეთდება ბატონო ზუეთ ხო აპატურაი ჩამოდის რომელიც ამბობს დღეს რომ არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი აღარ მელაპარაკება და არავინ აღარ მეუბნება რომ საქართველოს მაპისთვის მზად არისო აი ეს საქმე კეთდებოდა ის ლობისტები თვალები რო ენთება ხოლმე ივანიშვილს და ლობისტები რო ეჩვენება რომ ეს არა ქვია ნაციონალური მოძრაობის ლობისტები იყვნენ ეს ფული მიდიოდა და უნდა წასულიყო იმ საქმიანობაზე რომ საქართველოს საქმე წინ მიდიოდეს თორე ასოცირების ხელშეკრულებას რომლის საქმე ვილნიუსის სამიზე გადაწყდა 4 წლის წინ უბრალოდ ხელი ქონდათ მოსაწერი და ბოლოს ტორტებზე უბრალოდ ერთი რამ აღმოჩნდა ერთი რამ აღმოჩნდა უბრალოდ ერთი ნაბიჯი წინ უნდა გადადგა არასწორი რომ აი რუსულ ორბიტაზე წასვლა ყოფილა ევროკავშირთან ასოცირებაზე მილიონი გაქვთ ერთ წელიწადში პრემიები დამატებით გაცემული ეხა მილიონებზე პრემიებზე თქვენ ულაპარაკობთ რა 118 მილიონი უკვე გაზდეთ პრემიებთან დაკავშირებით უბრალოდ მინდა ნებისმიერი მინისტრი რომელსაც შემდეგი მთავრობა ღმერთმა დაიფაროს თუ ისეთივე უგუნური მთავრობა იქნა როგორც თქვენი
ნებისმიერი მინისტრს გუნური მთავრობა თქვენი იყო რა. ნებისმიერი მინისტრს ხელს დაადებენ. სამსახურეობრივი გადაცდომა, გულგრილობა, ნებისმიერ რაღაცას გაუფორმებენ, როგორც თქვენ უფორმებდით, რავი, დაწყებული ხეთაგური და დამენიათი და გვარამიათი რო დაიწყეთ, რავი, უგულავეთი 50 მილიონიანი. თქვენ ძალიან კარგად იცით, გიგი შესაძლებელი ექნება, ყველა უნდა დააპატიმროს. თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო მერი, რომელიც ამ ქალაქს ყოლია. კი, მოგინდება დაჭერა და მოგინდათ დაიჭერთ კი ბიუჯეტის ფული თავისი ეგონა გქონდა პრობლემა ბატონ ზიერა თქვენ გიგაბოკერია და მასთან დაკავშირებული ფინანსები ახსენეთ შეიძლება ერთ-ერთი შემდეგი იყოს გიგაბოკერია თუ გავიხსენებთ ხელზაფხულს და ანონსებულს პრემიერ-მინისტრის მიერ მე გიგაბოკერიასთან დაკავშირებით მაგას ვერ გეტყვით მე გეტყვით რომ იგივე იყო დავა სერიოზული სადაც მაშინ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ასევე იქ 40-50 მილიონზე დააქციეს ქვეყანა იმდენი ჩხუბეს იმ პარლამენტში იმიტომ რომ სჭირდებოდა მაშინ სააკაშვილო ისევ თავის ჭკუაზე ეხარჯა ეს მილიონები როგორც ხარჯავდა ამათვის არაფერი არ არის 20 მილიონი 10 მილიონი პრემიებზე რო ლაპარაკობენ ვაღიარებთ რომ არ იყო დარეგულირებული და დარეგულირდება როგორც ჯიპების თემა დაიხურა ისე დაიხურება პრემიების თემა როცა შემოვიდა რეგულაცია და თქვენ მილიარდი მოაკლით საქართველოს ბიუჯეტს 1 მილიარდი ცოტა დაუკენეთ ცოტა დაუკენეთ საქართველოს ბიუჯეტს არასორია რასაც ამბობ კარგი 750 მილიონი პირდაპირ მოაკლით და მილიარდ 400 მილიონი კიდე ვალიდაა ქვეყანას კი აბა 118 მილიონი პრემიებად დაიწყეთ თქვენ მელაპარაკებთ რომ მილიონების სულ ერთია მე გეტყვით რომ თქვენთვის ასე იყო ქვეყნის ეკონომიკა დააჩერეთ ჩამოშალეთ მუშაობა არ არის არსად კი ესეც სიმართლეა ხალხში და იკითხეთ დაიკითხეთ ქვეყანა წინ დღეს ბატონ გიორგი ერთადერთი 74 საწარმოს დაიჭირა დასაჯა არაფერი არ გამოდგა სულ დამკიოდნენ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში რომ აი სად არის თქვენი აშენებული 100 საწარმო დღეს 74 საწარმოს ის პრეზენტაცია გააკეთა არა თქვენ არ გაინტერესებს ვებსაიტის გარდა იმ მისამართებზეა რომელიც დღეს იქნა დასახელებული და ეს დასახელებული 74 საქართველოს მოსახლეობას 400 მილიონი 100 საწარმო უკვე გვაქვს 474 400 მილიონი კრედიტი არის გაცემული ამ საწარმოებზე და დღეს ჯაფარიძე გამოვიდა თავარი ექსპერტი ამათი გამოვიდა და ესო წინასაარჩევნო კამპანიის გავცნობთ ძალიან წინასაარჩევნო კამპანიის ბატონ ლევანთან გადავიდეთ ძალიან გავცნობთ თემას ძალიან ზოგად თემაზე საუბრობთ 50 ლარი 1000ობით ადამიანი დასაკდა ბატონი ლევანი უნდა ჩაერთოს ახლა ბენზინის გაიაფებას ის გვირდება ნიკა მელია და ეს გაიაფება მადლობა დავუბრუნდეთ კონკრეტულ თემას, რომელზეც ჩვენ საუბრობთ გიგი უგულავას საპატიმროში, ის პროცესი, რომლის შედეგადაც ის ციხეში მოხდა, სასამართლო მოსამართლებთან გაქვთ თქვენ პრეტენზიები, გთხოვთ ბატონ ლევან, თქვენ რაღაც განმარტების გაკეთება გსურდათ. ქალბატონ ეკას იურიდიული მასტერკლასი ნამდვილად არ გამოვიდა, იმიტომ რომ ქალბატონ ეკა სხვა რამეს ამბობს და კანონის სხვა რამეს ამბობს. სააპელაციო რას გულისხმობთ? აპელაციაში გასაჩივრების წესი ბუნებრივია ითვალისწინებს, რომ სასამართლოს აქვს დისკრეცია, ცალკეული საქმეები განსახილულად მიიღოს და საჯარო განხილვა ჩაატაროს და შეიძლება ზოგიერთი საქმე საჯარო ნაწილი საჯარო განხილვით განიხილოს, ნაწილი საჯარო განხილვის გარეშე განიხილოს ზეპირად. მაგრამ, როდესაც იქვე არის დათქმა კანონმდებლობაში, თუ არის და ეს არის სტანდარტი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული წლების განმავლობაში, თუ არის საჯარო ინტერესი, თუ განსაკუთრებულ მნიშვნელობის საქმეს ეხება და ბუნებრივია, მე მგონი გიგი უგულავას საქმის დამემართებაში საზოგადოებრივი მოლოდინი და ინტერესი მაღალი არის მოსამართლეს და სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა უფლება ეს საქმე განეხილა საჯაროდ და შემდეგ გარდა ამისა სამართლებრივი არგუმენტაციაც ბუნებრივი არსებობდა იმიტომ რომ განხილვის დროს პირველი ინსტანციით განხილვის დროს დარღვეული იქნა რამოდენიმე წესი პირველად ის რომ როგორ მოხდა მოსამართლე გოგინაშვილთან საქმე მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მოსამართლის პირველი რომ დაჭერილია სიმამრი დაჭერილია გიგი დაჭერილია ოჯახური განადგურების ტაქტიკაზე არიან გადასული პირველი რომ მოსამართლე გოგინაშვილის მიმართ აცილების საკითხი დააყენეს ადვოკატებმა იმიტომ რომ
რომ ამავე საქმეში ღონიაშვილთან დაკავშირებით გოგინაშვილს ჰქონდა გადაწყვეტილება გამოტანილი და ეს უკვე ინტერესთა კონფლიქტი იყო და არ უნდა განეხილა. მეორე ის რომ დარღვეული იყო და ამაში არსებობს დანაშაულის ნიშნებიც თუ როგორ მოხდა გოგინაშვილთან ეს საქმე. წინა დღით სასამართლოში პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმეების განაწილება მოსამართლეებს ხდება რიგითობის მიხედვით. გოგინაშვილს უწევდა საქმის განხილვა წინ რამოდენიმე 10 მოსამართლე იყო. წინა დღით, როდესაც სანამ დაკავება მოხდებოდა, უცბად 10 პროკურორი დგება რიგში, ხდება ამ მოსამართლეების გადანაწილება სხვადასხვა ისეთ საქმეებზე და პრაქტიკულად გოგინაშვილთან როცა მოვიდა რიგი, შემდგომ შეიტანეს გიგი უგულავას საქმე იმისათვის რომ ამ მოსამართლეს განეხილა, იმიტომ რომ მაღალი ალბათობით ამ მოსამართლეს ადვოკატებმა მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და ეს იყო მთავარი დაიმალება, მაგრამ კარგი ადვოკატი ქალბატონოიკა ხო არ გავიგებთ თქვენ რომ კარგი ადვოკატი ყველაფერს გაიგებს. ხო, ეს იყო მთავარი არგუმენტი, სამართლებრივი არგუმენტი იმისათვის რომ პროკურატურის მანიპულაციების შედეგად კონკრეტული მოსამართლესთან ბუნებრივია, იმიტომ რომ ამ მოსამართლესთან გაიასნებული ჰქონდა საქმე და წინასწარ იცოდნენ გადაწყვეტილება და წინასწარ იცოდნენ გადაწყვეტილება ეს სასამართლო პროცესამდე სანამ გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი უკვე ეტყობოდა სასამართლო დარბაზსაც, ეტყობოდა სასამართლო ეზოსაც და ის მოვლენები რომელიც გამვითარდა ლოგიკური შედეგი იყო, იმიტომ რომ ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში საპატრულო პოლიციის და სხვა დანაყოფების მობილიზაცია განსაკუთრებული, მაშინ როცა სასამართლოს ეზოში არაფერი არ ხდებოდა ისეთი განსაკუთრებული, ადამიანები იყვნენ წყნარავში და ელოდებოდნენ სასამართლო გადაწყვეტილებას და წინასწარ იცოდა პრაქტიკულად პოლიციამაც, პროკურატურამაც რა გადაწყვეტილებას მიიღებდა გოგინაშვილი, იმიტომ რომ აი ესეთი სქემა დახაზეს და განახორციელეს და ბუნებრივია, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიმართავ ეკა ასეთი დარღვევების თაობას ის ვალდებულიც არის რომ ასეთი სამართლებრივი არგუმენტაციით მიიღოს საქმე და სააპელაციო სასამართლოში საჯარო განხილვა მოაწყვეს, მით უმეტეს თუ საჯარო ინტერესი ამ საკითხადი განსაკუთრებულად მაღალია. ლევან ბეჟაშვილი კლუნი არ არის და ამიტომ ვერ ისმის პოლიციელები. რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილზე მეტად პოპულარული გახდა თავის დროზე ნათია მოგელაძე. რა გავაკეთე? რაც შეეხება გიგის ბრალდებას უნდა ჩაარტყან თავში ხურჯი მუსტი და ისე ჩააგდო მაგრამ არა ვის ეს უკვე ნამდვილად სერიოზულ თემებზე თუ შეიძლება ვისაუბროთ, რაც შეეხება გიგი უგულავას სერიოზული თემაა, მაგაზე მე ვისაუბროთ. რაც შეეხება გიგი უგულავას 50 მილიონიან ბრალდებაზე, ბატონ ზვიად, თქვენმა ხელისუფლებამ ქვეყანას დააკლო 750 მილიონი ლარი. და რატომღაც არ მახსოვს რომ ამ საქმის გამოძიება დაწყებული იყო, რატომ მოხდა ქვეყანაში ესეთი სერიოზული ვარდნა და ხო არ არსებობს რომელიმე თანამდებობის პირის განზრახი მოქმედებები იმისათვის რომ ქვეყანას ესეთი ფინანსური ზიანი მიეყენებინა. ასევე როცა ბიუჯეტის გაფლანგვაზე საუბრობთ ხოლმე თქვენ და ცალკეულ თანამდებობის პირებს ყველას აბრალებთ ხოლმე რომ წინა ხელისუფლება თორმე ბიუჯეტს ფლანგავდაო, 140 მილიონი ლარი პრემიებში დაარიგეთ და 40,000-იანი 20,000 ლარიანი პრემიები დაერიგეთ და ის არგუმენტი რომ რეგულაციები არ არსებობდა, რეგულაციები არსებობდა და თქვენ აღადგინეთ ის რეგულაციები, რომელიც ჩვენ დროს მოქმედებდა. როცა კვარტალური პრემიები გაიცემოდა და 100%-ზე მეტი პრემიის გაცემა არ შეიძლებოდა. ამიტომ აქ ახალი ველოსიპედი თქვენ ნამდვილად არ მოგიგონიათ. და როცა ბიუჯეტის გაფლანგვაზე არის საუბარი, 140 მილიონი, 90 მილიონიანი ჯიპების ყიდვა და ამ შემდეგ, აი ეს არის ბიუჯეტის გაფლანგვა. არ მახსოვს რომელიმე თანამდებობის პირისათვის თქვენ საქმეები აგეცეთ და გაფლანგვაზე ინფრასტრუქტურის 800 მილიონი ისე დახარჯა, ყავს ვერ აგრებთ სად არის გასაგებია, ქალბატონო. მე ერთი დეტალიც მაინტერესებს, რომ ვინაიდან ბატონ ლევანის დაკავებაზე ვისაუბრეთ, თქვენ ახსენეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ ბატონმა ლევანმა თვითონ შემოიხია პერანგი, ასე ვთქვათ, თქვენ შემოიხიეთ, თვითონ მოახდინა პროვოცირება. არა, რა თქმა უნდა, ხა თვითონ შემოიხია თუ არა, თუ იქ მისმა მეგობრებმა არ დაინტერესებს პერანგი გავიცე ხო. ჩვენ შემოვახიეთ. ხო, კარგი, ხო, სერიოზულ საკითხზე გადავიდეთ. ეხლა ლევანსთან დაკავშირებით იქ პოლიციელი, რომელიც ადგილზე მოქმედებს და პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს, როდესაც არის ესეთი ხელჩართული ბრძოლა, პოლიციელი ვერ გააჩერებს და ვერ კითხავს. ბატონო ლევან, თქვენ ამის მერე ხომ არ არის საქმის ხელში არ ხარ და არა, მაშინ უნდა მოვყვეთ. ის ვალდებულია პრევენციულად აღკვეთოს და შემდეგ მდგომმა პირმა, ეს არის გამომძიებელი ან პროკურორი, მიიღოს გადაწყვეტილება. მე კანონის ენით ვსაუბრობ. ვიდეო ფირი მაინც გენახა და ესე გასაუბრებთ. ქართული ანალოგი სიტყვა გაправების
არ ვიცი ამ ბარბარიზმზე გამართლება ქვია ამას. კარგი ქართული სიტყვა ლექსიკონში ამას ხო გამართლება როგორ ხდება ბეჟაშვილის გიყვებით ახსნას სამართლის ენაზე, იმიტომ რომ მე იურისტი ვარ და იურიდიული კატეგორიებით ვაზროვნებ და პოლიციელი რომელიც ეხება მოქალაქეს, თუნდაც ის იყოს პარლამენტის წევრი, როგორ გონიათ რა უნდა უთხრას? თქვენ პარლამენტის წევრი ხართ, ბატონ ბეჟაშვილი, გააგზავნეთ თქვენი ძალადობა, ესე უნდა უთხრა? ძალადობა იყო ბეჟაშვილის. სწორედ ეს იყო ჩემი კითხვა. ეხლა არ გიჟერათ იმ სასამართლოს რომელსაც თორე ბეჟაშვილის საფუძვლით ბეჟაშვილის არაფერს არ უნდა ადასტურა? 9 დაკავებული ადამიანიდან არც ერთ არ წინამდებობა არ დაუდასტურდა. მე პატივცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ხო, მაშინ რას გვიყვებით? არა, ყოი იმას პროცესში პოლიციას რო უნდა მოხოთ. ხალბატონო, ხო იცით რომ შეგნებულად მოყვანილი ჯგუფი იყო, რომელსაც თქვა დავალება რომ კარგია ერთი მიარ სამოქალაქო აი ეს ირჩევდნენ ადამიანებს სახელები და გვარები დასაჭერად. აერჩიათ, ისე დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა მე 15 ივნისი რო გავიხსენე. შემთხვევით ხო არ მახსენდება, კიდე ბევრი თარიღი არის ჩემ გონებაში. ასე თუ გავაძლევთ 15 ივნისამდე მალე მიხვალთ. მალე მიხვალთ. ასე თუ დააფარებთ ხელს ყველას. ასე თუ დააფარებთ ჩვენ შესომაცი რომ გავიოროთ ეს თემა ამოწუროთ. ხელს ვაფარებთ იმ ადამიანებს, არ უნდა დაგვეფარებთ. თქვენ ჯერჯერობით კიდე ყავთ ოპოზიცია, რომელიც რევოლუციურ გზას არ არის. ეხლა აფარებთ ხელს. ჯერჯერობით არ უნდა ინერვიულოთ. ქალბატონო ეკა რომ ამოწუროთ. ვიდეო ხირი ნახე. კარგი, ეხლა ქალბატონო ეკა ფაქტია რომ სასამართლო კიდევ ერთხელ მეუბნებ სასამართლომ დაადასტურა. ქალბატონო ეკა სასამართლომ დაადასტურა რომ ძალადობას ადგილი არ ქონია ამ დაკავებული პირების მხრიდან, მაგრამ ისინი მაინც დაკავებულები აღმოჩნდნენ. მე პირადად მოხარული ვარ, იმიტომ რომ მე მაინც მოვლენებს უფრო მასშტაბში და გრძელვადიან პროცესში უყურებ და მოხარული ვარ, რომ სასამართლოს შეუძლია დღეს მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებებიც და ისეთიც და რატომ? იმიტომ რომ წინა პერიოდში აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო ნებისმიერი გადაწყვეტილება. არ მახსოვს, აი ზვიაც ემახსოვრება ძალიან კარგად. აქციების დროს, როდესაც აი იგივე 15 ივნისს დასისხლიანებული ბიჭები და გოგონებიც მათ შორის მიიყვანეს ადმინისტრაციულ მოსამართლესთან, იქვე საქალაქო სასამართლოში და ნაცემ ნაგომები, ნახეულები არ უკითხავს მოსამართლეს, ადაგემართათ, რატო გაქვთ ეს თავპირი დამტროული. ისინი დააპატიმრა. ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა იმათ, ამით ამართლებთ რომ ხუდუშაურში შეიყვანეს სპეცრაზმი და ადამიანი ლოგინიდან აყენეთ რა, რა დაგემართა. როგორ ეხლა რუხაია? დროს ისაუბრეთ, რუხაია 2008 წლის ომის მონაწილე შეხვედით. საავადმყოფოს ლოგინიდან ამიტომ მე მახარებს რომ სასამართლოს შეუძლია მიიღოს ესეთ გადაწყვეტილება. ეხლა რა შეეხება ბიუჯეტს? კობალაძისაკენ გახსოვთ, სახელმწიფო მოღალატე იყო ბრალდებული, სისხლის სამართლის დანაშაულში იყო ბრალდება და გამართებული იყო. დღეს ის თქვენი გუნდის წევრია და საკრებულოს წევრია. ხო, და ამიტომაც იყო 90 ლევან. თქვენ თქვით რომ არ ყოფილა ესეთი მაგალითი. ყველაზე მძიმე მაგალითი ახალ დონეზე იყო დასული და ოპოზიციის ლიდერებს იჭერთ ეხა ეგ მაგას რა თუნდა ლაპარაკი. გოგა, ეხავთ ერთი როგორი წარსულიც არ უნდა გაიხსენოთ. პირდაპირ მიდიხარ და ვის დისკუსია მე დაგიბრუნდები ბიუჯეტის ბატონის ზვიადის. იმ სერიალში კი ვარ საინტერესო როლში, ახალი ფილმი რო არის და ძალიან ვხალისობ ამაზე, მაგრამ არა მაქვს ისეთი ძლიერი იყო რომ გადავფარო ეს ბატონები და დამიწყდა. მოусმინოთ ქალბატონ ეკას თქვენ ბიუჯეტზე აპირებთ საუბარს. ბიუჯეტი და ამაზე ზვიადი გავწერეთ ერთი წინადადება უცნობი უნდა ვთქვა. როდესაც საუბარი პრემიებზე იყო საუბარი და ჩვენ პარლამენტში როგორც კი მოვედით, უკვე იანვრიდან გავაუქმეთ პრემიერების ის სისტემა, რომელიც დაგვხვდა და არც ჩვენთაგანს, არც დეპუტატს პარლამენტში პრემია არ აუღია, ჩვენ უარი ვთქვით პრემიებზე და შევცვალეთ ეს წესი, დარჩა მხოლოდ აპარატის თანამშრომლებისთვის, ტექნიკური პერსონალისთვის და ისიც ძალიან კონკრეტული რეგულაციებით. როდესაც ბიუჯეტის თანხებზე ვსაუბრობთ, აი ესე ხელახებით, რომ თურმე რა მოხდა, აი იგივე პარლამენტში, როდესაც შემოვიდა ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, როგორ იყენებდა სახელმწიფო თანხებს და ვითომ არაფერი რომ იქ პირადი დასვენებისთვის, რელაქსაციისთვის, მასაჟებისთვის, 1000 ბანკეტებისთვის, დაბადების დღეებისთვის, სახელმწიფო მინისტრობის დროს გადაჟდა პოლიციის და ფინანსების მინისტროს ბანკეტების ბანკეტი რა 200,000 ლარი სამინისტროს 200,000 ლარი ერთი ბანკეტი დაждდა. და იგივე მეც მაინტერესებს. აი ბატონი გოკა ამბობდა რომ რა მოხდაო ბატონი გულავას ის 22 მილიონი ჭირდებოდაო ლობისტებისთვის.
ვისთვის ჭირდებოდა? ესა ბოკერიას ჭირდება უკაცრავად, ბოკერიას. რისთვის ჭირდებოდა? რომელი ლობისტებისთვის? ხომ აღმოჩნდა, რომ ვინ იყო ეს, სად მიდიოდა ეს თანხები? გაგვეცით ამაზე პასუხი და მივიღოთ ამ კითხვებზე პასუხი. ეს 22 მილიონი, თურმე 2 მილიონი შეიძლება უშიშროების საკითხებზე იმუშავა. ბატონო გიორგი ამბობს, რომ სანამ რამე პასუხი იქნება უკვე იჭერთ კაცს. არა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ციხეებში დღეს წამება აღარა გვაქვს და ბატონი გულავა როგორ გონიათ გიგი უბულავა ხრიალს ვერ გაიგებს პატიმრების წამების ერთი წუთი არ ვიცი რა სიზამდა მაგრამ არ გამოცხადდებოდა პატიმრების წამების ხმას ვერ გაიგებს ბატონი უბულავა ოპოზიციის ლიდერი დაიჭირეთ 3 დღის წინ და ეხლა მელაპარაკებდა სასამართლო და პატიმრა სასამართლო ბატონო გიორგი ბატონ ზვიად ხომ მოგწონდა თქვენ ხალბატონო ეკა ბატონ ზვიადსაც მოუსმინე ლიდერი რომელსაც ედავებიან 50 მილიონ ლარს ედავებიან ბატონო ზვიად ედავებიან ტყუილად დაგანაჩენია ხადეიშობა გასნიშნავს სასამართლო და არ უქმნება ქვეყნის დაპყრობა მოუსმინოთ და შემდეგ უკაცრავთ ბატონ გიორგი აგეყვანათ ეს ისა რომ არის ყაყანი უბრალოდ და მე ვფიქრობ რომ არა ხო ეს ნამდვილად არ გვინდა ჯობია რომ ბატონ გიორგი გთხოვ მოусმინოთ და შემდეგ მოგისმენთ ეს უდანაშაულის პრეზიდენციაზე ლაპარაკობთ ხოსორია ეხლა ბავშვმაც კი იცის რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ამბობს ბატონი გოკა გაბაშვილი ეს არის რიტორიკა მე ვამბობ ამის პასუხი ბავშვმაც კი იცის რომ ეს არის კანონისა და ასე ვთქვათ მოქალაქის ურთიერთმიმართება როდესაც 50 მილიონიანი ბრალი აქვს წაყენებული ადამიანს და ქვეყნის დატოვებას აპირებს ამ ადამიანს არ უნდა არ მიცა საგამოძიებო ორგანოებმა დატოვების დანარჩენი არის ესე იგი სასამართლოს პრეროგატივა დაველოდოთ სასამართლო ჩვენ ოპონენტებს ხან მოწონთ ხან არ მოწონთ გააჩნია როგორი განაჩენი დადგება იმის მიხედვით ამიტომ მე ვფიქრობ აქაც არ არის სწორი როდესაც შენ როგორც მოგწონს ქიშმიში ამოჭამო იმიდან ამ ცხრიდან და დანარჩენი გადააგდო ესე არ არის სასამართლო არის სასამართლო დაველოდოთ ყველა მცეთ პატივი მის გადაწყვეტილებას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემის აზრით მეორე თემა ესე იგი რაც ბიუჯეტთან დაკავშირებით ხშირად ამბობი ხოლმე მილიარდი თქვა ჯერ გარღვევა თავიდან და მე 250 მილიონი იქვე დაუკლო იმიტომ რომ ნუ არ არის ახლა მილიარდიან გარღვევა არ იყო 750 მილიონი დავამთავრებ თქვენ გეკნებათ საშუალება გეკნებათ ჩვენ 1000 შევთქვით ამის შესახებ რომ წინა წელს ოდესაც ჩვენ 6%-იანი დავგეგმეთ და 6%-იანი სტატუსად და მივიღეთ 3%. ამან რა თქმა უნდა თავისი შედეგი იქონია და ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილში ჰქონდა ნაკლოვანება და დააკლდა 600 მილიონი და არა ის რასაც ბატონი გოკა ამბობს მაგრამ ხარჯის ნაწილიც ნაკლები იყო იქიდან გამომდინარე რომ ბევრი პროექტი რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტი იყო რომელიც თავიდან საჭიროებდა გადახედვას და ბევრი პროექტია ახლა დღესაც რომელიც ჰაიხარად ზერელედ იყო შედგენილი ამას გადათამაშება ჭირდებოდა და ამიტომ მოხდა ეს ამბავი წელს ეკონომიკურის და 5%-იანი გვაქვს დაგეგმილი ამ 5 თვის შედეგებით ჩვენ ზრდა გვაქვს ეკონომიკურის და გვაქვს 6.4 თუ 6.3%. ნუ შემაწყვეტინეთ. 6 თვის ანგარიში იცით რამდენი მილიონი დააკლდა ბიუჯეტს? 5-ის ანგარიში ვიცი რომ ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაქვს 6.3% ნაცვლად 5%-ისა რომელიც არა ბიუჯეტს არაფერი არ დაკლებია ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ცალკე შევიკრიბოთ და ვისაუბროთ მე ვატყობ თვალებში გატყობ ძალიან ექვსი თვის ვერ გეტყვით 5 თვის რაც ჰქონდა ინფორმაცია ამას გეტყვით იგივე იმასთან დაკავშირებით რომ აი რა გაკეთა ეკონომიკაში ხდება ესეთი რამ საგარეო ვაჭრობა არის გაზრდილი როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის მიმართულებით არის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული ძვრები და რუსეთის ბაზარი რომელიც არა როდესაც არის ესეთი ბრალდებები და 74 საწარმოზე ვეუბნები ბატონ გოკას და გოკა მეუბნება ვებგვერდების გარდა კიდევ არის სადმე ეს საწარმო იმ მისამართია რომელსაც ვებგვერდები ძალიან ბატონო იქნებ მოვახერხოთ ანეკდოტა იქცა ის 100 ქარხანა ანეკდოტად რა იქცა 400 მილიონი კრედიტი არის გაცემული მე რეკლამა და შეგიძლიათ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით სტუმრებო ეთერში გაცემა შეგიძლიათ საქმის კეთება დემაგოგია თქვენ თვითონაც რეკლამას ეთერში რამდენიმე წუთში ისევ არჩევნების თემით დავბრუნდებით თავრობა არაფერს გარდა
ჩვენ ბრუნდებით არჩევანის სტუდიაში თითქოს ვისვენებდით, მაგრამ სინამდვილეში აქ დებატები არ შეწყვეტილა და ისეთივე სიცხარით გრძელდებოდა, როგორც მანამდე პირდაპირ ეთერში. ვისაუბროთ სწორედ დებატებზე. კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელიც დღეს აქტუალური გახდა. რატომ არ თანხმდება დავით ნარმანია დებატებს, თუნდაც ამ სტუდიაში და არა მხოლოდ ამ სტუდიაში, არც ერთ ტელეკომპანიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველ კენჭისყრამდე, პირველ ტურამდე გვქონდა აქ პრეზენტაცია ყველა პარტიის, მათ შორის ქართული ოცნების, გვქონდა აგრეთვე დებატები, რომელმაც ძალიან წარმატებით ჩაიარა და ამ გადაცემას განსაკუთრებული რეიტინგიც ჰქონდა და ძალიან ბევრმა მაყურებელმა სწორედ ამ ეთერით შეიტყო იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ დავით ნარმანიას, არამედ მერობის სხვა კანდიდატებსაც ჰქონდათ. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ პოზიციას ახლა, რომ პირველი ტურის შემდეგ დავით ნარმანია კატეგორიულად უარს აცხადებს უკვე თუნდაც ჩვენს გადაცემაში, ჩვენს ტელეკომპანიაში დებატებში მონაწილეობაზე. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ძალიან გადაჭარბებული და მომეტებული მოლოდინი იქნება ამ დებატების მიმართ, იმიტომ რომ დავით ნარმანია არ არის ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ შოუს დგამს, ან ამისთვის მოემზადება, ან განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, ესეთი ეგზალტირებული განცხადებებით და ხმაურიანი რაღაცა კომენტარებით შეიძლება იყოს დასამახსოვრებელი ამომრჩევლისთვის და ამის გამო მისცეს მას ამომრჩეველმა ხმა, ვინც უფრო მეც ყვირის ან ვინც უფრო მეტად ხმაურობს, ამის მიხედვით ხო არ ხდება არჩევანის გაკეთება, ვინ უნდა იყოს ქალაქის მერი. დავით ნარმანიას აი იმ შინაგანი პასუხისგებლობის, მოწესრიგებულობის ხედვის, ძალიან კარგი მენეჯერული უნარის და მართვის ძალიან კარგი უნარჩვევების, წესიერების ფონზე ვფიქრობ და დარწმუნებულია, რომ გააკეთებს ამომრჩეველი არჩევანს და მე პირადად ძალიან მშვიდად უყურებ ამ დებატებს და იმიტომ რომ მგონია რომ თბილისის ამომრჩეველი და ზოგადად საქართველოს ამომრჩეველი პოლიტიკურად ძალიან გაზრდილია. მე მესმის რატომ არა ეს ფორმატი, არ გეწყინოთ ახლა გეორგი, მაგრამ ნამდვილად არ მიიჩნევა ეს ტელევიზია როგორც ნეიტრალური არენა და ნამდვილად არის განცდა. მე ამიტომაც საუბრობ მხოლოდ არ ტელევიზიას, ყველა ტელევიზიასთან უარს აცხადებს ბატონი დავითი. მე ვფიქრობ რომ ფორმატი შერჩეულია სწორად იმისთვის რომ არ იყოს რაღაცნაირად ასოცირებული არანაირი ვთქვათ სივრცე რომელიმე პოლიტიკურ. მე კიდევ ერთხელ ქალბატონო ხას გავუსვამ ამის მოწმეა ბატონი დავითიც თვითონ და ყველა ვინც ესწრებოდა ამ გადაცემას რომ ჩვენ გქონდა დრო ზუსტად გამოყოფილი ყველა კანდიდატისთვის და ისინი თანაბრად ჩემი შეკითხვების გარეშეც კი საკუთარ პროგრამაზე და პრიორიტეტებზე თავარი მე ჩემს გეუბნები ძალიან გულწრფელად აი ეს ფორმატი და ვთქვათ თუნდაც ტერიტორია, რადგან ესე გადაწყდა და შეთანხმდა, ფიქრობ ეს ერთ-ერთი საკითხი მთავარი არის შინაარსი. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი საუბრობს, ვინ ელაპარაკება მას და არის თუ არა ეს ადამიანი ამის გამკეთებელი, რაზეც საუბრობს. და თუ ნარმანია ჩვენ ვიცით, როგორი მინისტრი იყო, ეს არის გამორჩეული იყო იმ სამთავრობო გუნდში თავისი განსაკუთრებული მენეჯერული უნარჩვევებით და მას საოცრად კარგი კომუნიკაცია შეუძლია საზოგადოებასთან, ყველა ჯგუფთან, ძალიან მოწესრიგებულია, ძალიან კარგი ხელმძღვანელია, ძალიან წესიერი ადამიანია, ჩვენ არ გვექნება იმის საფრთხე, რომ ან 50 მილიონს მოიპარავს, ან სიტი პარკის მაგვარ პროექტებს კორუფციულ გარიგებებში შევა და საერთოდ მე არ ვუშვებ იმას, რომ თბილისის მოსახლეობის აზიანო გადაწყვეტილებას მიიღებს. მელიაზე რაც შეეხება ეხა ბატონ მელიას, ის რომელ პოლიტიკურ ძალასაც წარმოადგენს, წარმოუდგენელია, რომ თბილისის ამომრჩეველმა მას მისცეს ხმა გამარჯვების საკმარისი, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩემში და არა მარტო არა უბრალოდ ასოცირდება და ძალადობასთან, გრევასთან, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვასთან, წამებასთან, ღირსების შემლახა. თუმცა გიგი უგულავას შემთხვევაში გიგი უფლებს აიდებს უნდა დაიჭირო. თუნდაც 50 მილიონზე რომ ვისაუბროთ, თქვენს გავუსვით ამას ხაზი, რომ გიგი უგულავას შემთხვევაში ეს მხოლოდ ბრალდებებია, ჯერ არც ერთი დანაშაული ჯერ არ დამტკიცებულა. ბატონმა ზვიათმაც მინდა დაამატოს იმასთან დაკავშირებით, რომ ისევ რადგან დებატებზე ვსაუბრობთ, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ტელედებატები და ფაქტია, რომ ბატონი დავითიც პირველ ტურამდე დათანხმდა ამ დებატებს. რა შეიცვალა? მიდის მე ხვალ დებატები. რატომ არ მიდის ცალკე ტელედებატებში? კლასიკურ ტელედებატებში, რომელიც ყველა ქვეყანაში იმართება. ჩაწყობილებში? არც ტელევიზიაში არ მიდის. არც ტელევიზიაში არ მიდის, მაგრამ ყველა ტელევიზია აკეთებს ჩართვას თქვენი ტელევიზიაში. რა შეიცვალა პირველი ტურის შემდეგ? არაფერი არ შეიცვალა. ერთი რამე, მე ნანახი მაქვს დებატები ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები, როგორ დებატებს ატარებენ ხოლმე. რა და ძალიან კულტურული და ცივილიზებულია. მე მომწონს ეს დებატები. ფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ აქაც იქნება ასე დებატები. ახლა რუსთავი 2
თემა ცალკე, ესე იგი იმედი, სხვა ეჭვიანობს მაესტრო, სხვა არის, არ გამოდის ესე. კარგი, რატო არ ერთვება რუსთავი, რატო არ გადაცემს რუსთავი მაგალითად. ასეთ ხმაურია დებატების. მე ვფიქრობ, რომ დათო ნარმანიას პირიქით მადლობა ეკუთვნის. დებატებზე არ დათანხმდა, როგორ არ დათანხმდა, ხვალ ტარდება ეს დებატები. თავისი პირობა რო შემოგთავაზათ, თავისი პირობა რო შემოგთავაზათ, ეს არის თავისი პირობა რო შემოგთავაზათ, ძალიან ნორმალურია ეს რა არის ამაში. მიუღებენ, თავარი არის, რაც აინტერესებს მოსახლეობას იმ საკითხებზე, კითხვები დაისმევა, პასუხი გაეცემა. ჩვენ შემთხვევაში ვინაიდან თქვენ იკითხეთ, მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ მით უმეტეს ერთი დღით ადრე გავიგეთ ამის შესახებ, საინფორმაციო ბადეს ნამდვილად ვერ დავარღვევთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ეს დებატები აჩნდება 9 საათიან კურიერს, რომელიც სააკაშვილის 2 საათიანი ჩართვები ჰქონდათ ხოლმე და საერთოდ არ ფიქრობდით წინათგზს. კი არა, 5 საათიანი კურიერი ყოველთვის გადიოდა ეთერში. 5 წუთით ადრე გეუბნებოდნენ და მაშინ არ ღვევდით საინფორმაციო ბადეს და ყველაფერს, მაგრამ ნუ ახლა არ მინდა ამ თემაზე რაზე უნდა ვიდებატოთ ახლა მე და თქვენ არაფერი. მე ვფიქრობ, რომ დათო ნარმანიას და საერთოდ მართლ გუნდს ეკუთვნის. მე 2010 წელში ვიყავი მერობის კანდიდატი. თბილისის მერობის კანდიდატი. სადაც იყო დებატები? სადაც იყო დებატები და ამ დებატებიდან გამომდინარე იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა და იყო უცხოელი CNN-ის პროექტი იყო თუ არ ვცდები, ერთი დებატი იყო მხოლოდ და ესეც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არავის არ უთქვამს მაშინ აი მართველი კოალიციიდან, რომ აი მოდით ისეთი ალალი დებატები ჩავატაროთ, როგორც ტარდება ხოლმე. ყველა ჟურნალისტს უჯდება ჩვენი ხელისუფლების, ყველა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ჯერ ბიძინა ივანიშვილი 3-4 საათი პირდაპირ ჩართვებს აკეთებდა და ყველა კითხვას პასუხობდა. არავით არის შერჩევითი ჟურნალისტის იქ მიყვანა და შერჩევითი კითხვები არ ყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილიც ესე აკეთებს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა აკეთებს ამას. ჟურნალისტებთან ყველანი არიან გახსნილები და მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებს არაფერი სასაყვედურო რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ან დებატებზე არ მიდის. მე მახსოვს ძალიან კარგად პერიოდი მედია რომელიც თქვენ სრულდობას იმსახურებს. როდესაც მე გეტყვით რა, ყველაზე უფრო კარგი ვარიანტი არის ის, რომ აგერ ჩატარდება, ასე ვთქვათ, დებატები დათო ნარმანიასა და ბატონ ნიკამელიას შორის და ტელევიზიები ჩართავენ და იქნება და მოსახლეობა. თუმცა რაც ჩვენ გაგვაცნეს ეს არ არის დებატები, ეს უფრო ტელეკონფერენცია, სადაც ჟურნალისტები შეკითხვებს დასვამენ და ერთმანეთში წამოწი არის. ეკასაც ემახსოვრება 2004 თუ გოკასაც ემახსოვრება და ლევანსაც. 2004 თუ 5 წელი იყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთოდ უარი თქვეს დებატებში მონაწილეობაზე და იყო ცალკარში თამაში იმედზე საერთოდ არ მიდიოდნენ, იქაც სხვა ტელევიზიებშიც მუდმივად პრობლემები ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველა ეთერში ყველასთან მივდივართ და ვჯდებით. რატოა ეს პრობლემა? გადმოვავალ თქვენთან, ხოლოდ გაგიმეორებთ ამ შეკითხვას, არის თუ არა ტელევიზია, რომელიც თქვენს სრულდობას იმსახურებს და ვთქვათ ყველა ტელევიზია და ყველა ტელევიზია და ზოგადად მასმედია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი მონაპოვარი ასევე, რომ არც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ერევა ვინმე, არც იმედის, არც მაესტროს, არც საზოგადოებრივი არხის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ეს არის ჩვენი მონაპოვარი, არის ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია, ესეც მინდა ძალიან სიამაყით თქვა, რომ თქვენ როგორც ჩათვლით, თქვენი ხელმძღვანელობა როგორც ჩათვლის, ისე აკეთებთ გადაცემებს და ისე მიყავდა ყველა ტელევიზიასია. ადრე პრესა იყო მარტო მხოლოდ თავისუფალი, რასაც უნდა იმას დაწერდა, მაგრამ პრესას ძალიან ცოტა ადამიანი ეცნობოდა ფინანსური და სოციალური სიდუხჭირის გამო. ეხლა არის სრულიად სხვა ვითარება და მე ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დებატებიც არ არის ძალიან მაღალი ინტერესია, უყურებს ხალხი და ყველა იმ კითხვაზე პასუხს მიიღებს, რა კითხვაც მას აინტერესებს. ბატონ გოგა, რამდენად თვლით, რომ ეს ჩვენთვის საკითხი არის ძალიან მარტივი. რამდენად თვლით, რომ ეს დებატები, რომელიც ერთხელ იქნება მხოლოდ ჩაანაცვლებს იმ ტელედებატებს, რომელიც შეიძლებოდა რამდენიმე ტელევიზიაში გამართულიყო, ეს იქნებოდა კომუნიკაციის მეორე დიდი ჩაანაცვლებს და პირველი ტურის წინ ჩვენ ქონდა რამდენიმე დებატები ნარმანიას და მელიას და სხვა კანდიდატებს და ჩვენი იმედი ქონდა, რომ არ იტყოდა ბატონი დავით ნარმანია უარს ეხლას დებატებზე. მელია რა თქმა უნდა ყველგან მივა, ხვალინდელ დებატებზეც მივა. რუსთავი რომ საბოლოოდ იქნება ერთი დებატი, მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტელეკომპანიაში, რუსთავიშიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ტელევიზიაცა იმდენ დებატი. იგა გრიგოლიასთანაც მიიღებს მონაწილეობას, მაესტროშიც მიიღებს, თუ შევაწყვეტინებთ ერთმანეთს. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, მელია მიიღებს მონაწილეობას ყველა დებატებში. ეხლა რა თქმა უნდა ნარმანია თვითონ იციან, რომ თბილისისთვის არ არის
კარგი კანდიდატი. რატომ? კარგი კანდიდატი არ არის. არ უნდათ ღია დებატები. აი მაგალითად, რა თქმა უნდა, უფრო თავისუფალი რეჟიმის დებატებში ბევრი რამის თქვა შეიძლება. მაგალითად, ბატონმა ზვიადმა წეღან ბრძანა, რომ კვლევა ჩატარდაო, რომლის მიხედვითაც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ათეულში არის. მე ბრძანე, კაცო, არ ნახია. კვლევაში ვნახე, მაგრამ იმ კვლევაში თუ დააკვირდებოდეთ, წერია რომ მონაცემები ეყრდნობა FBI-ს 2011 წლის მონაცემებს. ანუ ეს არის 2011 წლის მონაცემები, რომელზეც დაყრდნობით არის დღევანდელი კვლევა მოცემული. სოციალ დებატებში ესეთი რაღაცა ბევრად უფრო, ვთქვათ, კარგად შეიძლება გამოაშკარავდეს. ბევრად უფრო კარგად გამოვიდეს ზედაპირზე. აი მაგალითად თქვენ ფაქტის манипуляცია გააკეთეთ და ამასობაში მე გითხარით რომ ეს ფაქტის манипуляცია. მე რა არის манипуляცია? ან მაგალითად ბატონი ზვიადი ვაბარაკეთ ათობით საწარმოზე მაგალითად სწორედ ამისათვის თავის არის დებატს აპირებს ჩამონათვალში ერთ-ერთი დავით ნარმანია. ათობით საწარმოს ჩამონათვალში ერთ-ერთი არის 1995 წლიდან სასაკლაო მუშაობს ადიგენის რაიონში და აი ეს არის ამ ახალ საწარმოებში რომელსაც კრედიტი მისცეს. უკვე არასერიოზულია. შემდეგ ანუ ნარმანიას და მელიას ცოცხალ დებატებში შეიძლება იმ პერიოდში დაფუძნებული საწარმოიყოს, რომელიც რეკონსტრუქცია მოხდა და გადამუშავდა. რომელიც დახარჯა ნარმანიამ ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე. რატომ მოითხოვა მილიარდი და რატო გაარღვია ბიუჯეტი 200 მილიონით? რატომ არის ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში შეჩერებული, როგორც არის შემოვლით რკინიგზის პროექტი, როგორც არის ახალი მეტროსადგურის მშენებლობის პროექტი, როგორც არის უამრავი პროექტი, მაგალითად ხიდის პროექტი. თუმცა შეკითხვა შეიძლება მას ჟურნალისტმა რა თქმა უნდა შეიძლება ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, მაგრამ რა თქმა უნდა ცოცხალ დებატებში, თქვენს ფორმატში, ცოცხალ ფორმატში, ინგა გრიგოლიას ფორმატში, მაესტროს ფორმატში, პირველი არხის ფორმატში, სხვა ფორმატებში შეიძლება, მაგრამ რა თქმა უნდა ნიკა მელია მონაწილეობას მიიღებს იმაშიც, რაზეც რაღაც შეთანხმება და საუბარი მოხდა, მაგრამ აუცილებლად მოვა თქვენთანაც და დაელოდება ოპონენტს, აუცილებლად მიიღო იმესაც, რომ მეტი დებატები იქნება ახლა აქ მეორე ტურში, უფრო მეტად არის დარჩენილია ორი კანდიდატი. ეს არის თბილისელებს დავით ნარმანია უფრო მოწონთ, როგორც ქალაქის მერი, თუ ნიკა მელია უფრო მოწონთ, როგორც ქალაქის მერი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნარმანია არ არის შესაბამისი კანდიდატურა ქალაქის მერობისთვის, ეს არის ერთ-ერთი ალა მარგველაშვილია, რომელსაც აგარჩევინებენ და მერე თვითონვე დაივიწყებენ სამუდამოდ და არაფერს აღარ კითხავენ, როგორც პრეზიდენტი შეთავაზეს ქართულ ხალხს და მერე ხელსაც კი არ აწერინებენ რაღაც დოკუმენტებზე და რა ვიცი ვიზიტებშიაც კი აღარ თავენ. აი ესეთი მერი იქნება დაახლოებით ნარმანია, რომელსაც დაუნიშნავენ მოადგილეს, რომელიც რეალურად ყველაფერს გადაწყვეტს. ნარმანია ჭირდება და ეხლა ამ მომენტისთვის, ამ წუთას ქალაქს კი ჭირდება რეალურად ძლიერი ხასიათიანი დამოუკიდებელი მერი. ჩემი აზრით ისეთი როგორც არის ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებულად არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარეს არ იქნება, რომელიც შეძლებს გააერთიანოს თბილისელები ქალაქის ინტერესებისთვის. იმიტომ რომ თბილისელების პრობლემები გადასაწყვეტი. აი ამიტომ არ მოდის თბილისელების ინტერესებზე თუ არასოდეს არ გააჩერებთ თქვენ სტუმარს და მარტო მასთან საუბრებთ. იმ დებატებში ჩვენ აიბერი გქონდა რომ სიზუსტით ყოფილიყო დრო რა თქმა უნდა. შეგიძლიათ დაიჭიროთ. ესეც. მე არავის არ ვინმე თუ არ მოგწონს დაიჭერეთ პირდაპირ. მე დაჭერილებს დავეხმარო, მაგრამ გოკა რამდენჯერაც ახსენებ რომ აი თუ არ მოგწონს შეგიძლიათ დაიჭეროთ, იმჯერჯერ გეტყვირო თუ 50 მილიონს ვინმე შეედავება ვინმეს დაიჭერენ აბა რას უზამთ. ბატონო ახლა მომისმინე ვინც 40000 ლარიანი პრემია გასცა. ბატონ ლევანი საერთოდ თქვენთან გადმოვალ ისევ. ბატონო არ ვთქვათ კანდიდატი ბატონო გასაუბრეთ. დანაშაულების პრეზუმპციის უნიკალური ეს იგი ცოდნა თუ εδავებოდი დაიჭერეთ. მე აუცილებლად გადმოვთქვეთ ბატონ ანძღავს ბატონ ნარმანიას. ვიდრე ბატონ ბეჟაშვილის გამოვისმენთ. მარგალიტებს იქამდე. ვიდრე მოვისმენთ თქვენს მარგალიტებს იქამდე. რომ ეს არ არის კარგი კანდიდატი და არიან შეშფოთებული. მე ნარმანიას მსგავსი თბილისის მერი ჯერ არ ყოლია თბილისს. ეს არის კაცი. კი, იქნება ეს. თქვენი გულის არა გასახარად, ასე ვთქვათ, არ ვიტყვი სხვა სიტყვას. სადღაც 200 მილიონს შეეშალოს ბიუჯეტის გათვლა იქაც როგორც სამინისტრო. ჯობია ასეთი რამ გავაკეთოთ, რომ ვთქვათ, რომ იგორ ის დათო ნარმანია არის ძალიან კარგი მენეჯერი, არის პასუხისმგებლიანი ადამიანი. შვიდი ეს არ არის პოლიტიკური შოუების მომწყობი ფიგურა, როგორც ეკამ განაცხადა, ის იქნება თბილისის მზრუნველი ფუტკარივით კაცი. თავმდაბალი არასოდეს ადამიანებს არ დაელაპარაკება ბალკონიდან, ძალიან იოლი იქნება მასთან კომუნიკაცია, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად შეეტყობა თბილისს და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 4 წლის შემდეგაც დათო ნარმანია თბილისის იმხელა მოწონებას დაემსახურებს, რომ შესაძლებელია ისევ იყოს ჩვენი კანდიდატი. დიდი ალბათობით მე ამას ასე ვხედავ. რაც შეეხება იმ თემებს, ახლა რაზედაც 3 წელი ნახევრის შემთხვევაში დავაზუსტოთ ცენტრალური მაგისტრალი დაიგო 50 კილომეტრი 3 და ცენტრალური მაგისტრალი 50 არ უნდა დაიგო. აი შეხედა
მიხედე გოგა თქვენი დებატის ტაქტიკა ეგ არის 50 არ უნდა დაეგო იქ სადაც 3 დაიგო 9 უნდა დაეგო და 3 დააგო იცით ეს ცოტა სხვაობა ხო არის ამაში თქვენი ტაქტიკა ის არის რომ აი FBI-ის 2011-ის მონაცემებს ეკნობა არსად არ ეწერა მე სადაც წავიკითხე ინფორმაცია 2011-ის მონაცემები გამოაქვეყნეს 2014-ში არა შენ ასე ამბობ რომ ასე ხდება ეს ამბავი მონაცემები კვლევაში ეს არის თქვენი კვლევაში წარმოდგენილი მონაცემები ეხმობა FBI-ს შემდეგი თემა რატომ 40 წუთიანი გამოსვლა ქონდა გიორგი კვირიკაშვილს, სადაც დეტალურად ახსნა თუ რატომ არ ხორციელდება იმ პროექტით, რატომ არ ხორციელდება შემოვლითი რკინიგზის გაკეთება, რომელიც ქონდა ამათ გაკეთებული. რამე ხორციელდება? აქედან გამომდინარე, გუშინ ქონდა და დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეზენტაცია ყველაფრის აცხორციელდება, მაგრამ გამოხვალდა იტყვი. ბოლო წელიწადში რა გამოხვალდა იტყვი ვებგვერდების გარდა სადმე სხვაგან არის რაც არ უნდა კითხოს ადამიანი რაც არ უნდა გიპასუხოს რაც არ უნდა მინისტრი რა აზრია ეკა რაც არ უნდა ჩამოთვალო მე ესეთი სახით შემოხედავ სათნო მოდი ჩამოთვალო იტყვის რომ ეს არის ვებგვერდებზე ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გაჩერებული გულსმინეთ ქალბატონი ეკა თქვის რა ანაკლიის სპორტი უნდა ერქვასო მე სახელი არ მოგეწონათ მე ისე გავაკმეთ შემოვით რკინიგზა გვინდაო მე არ გვინდაო თქვენი ურჩის სტუმარი თუ შეიძლება გააჩერეთ ცოტა ხანი იცით რომ ერთი წუთი მოთმინებით აღიჭვრეთ ბატონ გოგა საზოგადოებას მინდა უთხრა რა მოესწრო ამ წელიწად და 7 თვის განმავლობაში ამ ბიუჯეტით პირველი და უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი სადაზღვევო პაკეტი და პროექტი, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქე დავაზღვია და შესაძლებელი გახდა ამ სერვისით სარგებლობა. სოფლის მეურნეობის ეს პროექტი, რომელთაც სახელმწიფო მაიღო თავის თავზე, რომ წლების განმავლობაში მიტოვებული მიწები ყოფილიყო დაახნული, მოვლილი და მიეცა გლეხებს საშუალება, რომ მიწასთან ყოფილიყო უკვე ისე ახლოს, რომ პროდუქცია მიეღო. ის რომ ჩვენ საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან სწრაფი ნაბიჯი გადავდგით და დავიწყეთ ბაგაბაღების უფასო სარგებლობა, რაც შევპირდით. სახელმძღვანელოები, რომელიც მიიღეს ბავშვებმა სკოლაში უფასოდ, 17 ფაკულტეტი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ სტუდენტებისთვის და მათ შორის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და ახალი პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულ ხახანს დაიწყო სტუდენტების მხარდაჭერა უცხოეთში განათლების მიღებისთვის, ყველა სოციალური პაკეტი გაორმაგდა. აბსოლუტურად ყველა დაწყებული სოციალური დახმარებიდან, თუმცა ეს სისტემა ჩვენ გადავწყვეტ თავიდან რომელთა ოჯახები 500 ლარს იღებენ ყოველთვე და 2015 წლიდან მიიღებენ 1000 ლარს. დევნილებისთვის, რომელთათვის ჩვენ გავაორმაგეთ სოციალური დახმარება და ამავე დროს მათ ჩვენ დავიწყეთ უკვე 1000-ზე მეტი ოჯახია დაბინავებული კერძო სახლით, აი ახლა სულ ცოტა ხანში ფოთში კიდევ 300 ოჯახი მიიღებს საკუთარ საცხოვრებელს და იგეგმება რომ ეტაპობრივად კრიტერიუმების მიხედვით იყოს თავშესაფარი გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან. ასევე როცა ვთქვი არ დავაკონკრეტე, მაგრამ ყველა სოციალური ჯგუფისთვის გაორმაგდა დახმარებები და ეს არის პირველი ეტაპი რა თქმა უნდა ამით არ დასრულებულა სახელმწიფოს მხრიდან ავალდებულებების აღება აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ ჩვენ პენტენციალურ სისტემაში ციხეებში შევცვალეთ ვითარება და იმ ამინისტიით მართლაც ამდენიმე 1000 ადამიანი 17000 ადამიანი გათავისუფლდა ჩვენ ევროპაში პირველ ადგილას აღარა ვარ პატიმრების რაოდენობით მესამე შვილზე დემოგრაფიული სურათის პრემიერ-მინისტრის მესამე შვილზე დახმარება ყოველთვიური 200 ქარხანა რომელიც თემები მაგრამ ყველაფერზე იტყვიან მოსახლეობა მიიღოს ეს სიკეთე და ეს არის ის პირველი ნაბიჯები მე არ ვამბობ რომ ეს საკმარისია და ჩვენ არა გვაქვს ეს განცდა რომ ამით ყველაფერი ამოიწურა რა თქმა უნდა ამბობ რომ ეს ნაბიჯები გადადგმულია თქვენ ამბობთ 75% დაპირებების შესრულებულია. ეს არის დიდი პროცენტი, ლევან. მე პროცენტი არ ამბობთ, ამას ამბობს პრემიერ-მინისტრი, ამას ამბობს წინა პრემიერ-მინისტრი და ეს არის ყველაფერი. ეკა თქვენ საუბრობთ სოციალური პაკეტების დახმარების გაზაზე, იქ გაორმაგებაზე. იცით ამდენ შეუწყვეტეთ 100000 ადამიანს შეუწყვეტეთ სოციალური დახმარების მიღება. კი, გეთახმები იყო არასწორი სტუდენტების რაოდენობაზე.
2012 წელს 11000 სტუდენტი იყო სტატუსი შეჩერებული, ეხლა არის 25000. მაშინ როცა პირდებოდით, რომ 115,000. როცა ყველა სტუდენტს პირდებოდით, რომ ყველა დაუფარავდით გადასახადებს და უფასო იქნებოდა უმაღლესესი სწავლა. სოციალური სტატუსი ვისაც მოეხსნებება, ძალიან ბევრს მოეხსნა არა. სტატუსი შეჩერებული უახლოესი 10 წლის განმავლობაში, უახლოესი 10 წლის განმავლობაში პირველი წელია, როცა პენსია საერთოდ არ იზრდება. შეგახსენებ, რომ 230 პენსიაზე იყო საუბარი, 50-50-იანი. ბატონ გიორგი და ბატონ ზედა არის წელიწადში აბარებს. არის ვის თქვენი ხო ბატონ გიორგი და ბატონ წელიწადში აბარებს 35-40. ბატონ გიორგი. პირველ წელსვე გავზარდეთ. პირველ წელსვე გავზარდეთ ჩვენ პენსია და შემდეგ 400,000 სტუდენტი 165-ლარიანი პენსია. ბატონ გიორგი და ბატონ ზედა არის ისობენი ხვალში და რომ ქალბატონი ეკა და ბატონი ლევანი საუბრობენ. გაიზარდა სხვათა შორის პირველად მოხდა. 400,000 სტუდენტია საქართველოსშიო და მე მეუბნება რომ წარმოდგენა არა გაქვს მაგ საკითხებზე. კი ბატონო. აგერ ხო გვისმეს ახლა ხალხი რასაც ყველა ტიპის სასწავლებელში საშუალო სკოლის ზევით არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების. 400,000 სტატუსი შეჩერებულია, სულ სტუდენტი კი არ ბატონო ზევით. 35,000 არ არის სტატუსი შეჩერებული. გადასახადების გამო იყო 11,000 2012 წელს, ეხლა არის 35,000 შეჩერებული სტუდენტი. ფაკულტეტი უფასო გახდა და გაორმაგდა რა, ესე იგი ეს არის ყველაფერი ისეთი თემა. სხვათა შორის ოკუპირებულ ტერიტორიებში რასაც ამბობენ, თან ეთერში რასაც ამბობენ, არც ერთი ციფრი არ არის სწორი. ნებისმიერ წუთას შეუძლიათ შეგიცვალონ, ესე იგი ხარ 60,000 სტუდენტი აბარებს. თელი წელი შაშალაპარაკობთ 1%-იანი დაგვექნებაო და ბოლოს დაამთავრეთ ფიასკოთ ეს ჩვენ თელი წელი გეუბნებოდეთ რომ კლება არის, სულად არის საქმე, არ მიდის კარგად საქმე. თელი წელი გეუბნებოდეთ რომ კარგად არის საქმე. იმის შემდეგ რამდენი იყო? ალბათომაიკა 100 მილიონი დღევანდელ ეთერში 100 მილიონი გაქვთ თუ არა 6 თვის მიხედვით დანაკლისი. აი ხვალ ხო ითქმება არის თუ არა? გეტყვით რა გვაქვს? 6 თვე 100 მილიონი ბიუჯეტში დანაკლისი გაქვთ თუ არა? ჩვენ გვაქვს ის რომ დღეს ბიუჯეტი ბიზნესის რეკეტით არ ივსება. 100 მილიონი ბიუჯეტში ეხლა დანაკლისი თქვენივე დაგეგმილში გაქვთ თუ არა? გამარჯვებული კომპანიებს რატომ გასული გაუჩნდა რომ რა ქვია პარტიის დაფინანსებაში ჩაიდოთ თანხა ფინანსებაში. უილაპარაკეთ, თორე არ დავასრულებ ამ თემაზე საუბარს. სერიოზული ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემები. ტენდერი კორუფციულად ტარდებოდა ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემები და ნასვად იმისა რომ მთავრობა დასაქმებული იყო, დაკავებული იყოს კონკრეტული პრობლემების მოგვარებით. დაკავებული არის პოლიტიკური ოპონენტების დევნით და ეს მოდი დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი ჩვენი დროით. ქვეყნისათვის ეს არის საზიანო ეკონომიკური ციფრების კლებაზე რო საუბრობთ, სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილური პოლიტიკური გარემო. არის საქართველოს თურქმენეთიზაცია, არის საქართველოს რუსიზაცია, არის საქართველოს რუსიზაცია. იქ ვიქნებოდი ჩვენ. არის საქართველოს რუსიზაცია, რომელსაც ვიქნებოდით. როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით, უბრალოდ აკეთებთ აი ამ ქვეყნის ფუნდამენტების მოყევას, იმით რომ ჩვეულებრივ პოლიტიკურ ქვეყანაში კლავენ თეთრაძეს წამებით. გოგა, რომელ ქვეყანაში კლავენ დემოკრატიის დროშით მოსულები, რომელ ქვეყანაში იტაცებენ და კლავენ თათუხაშუს როგორც მოწმეს. დემოკრატიის დროშით ჩვენ უნდა დავასრულოთ მოსული, იმიტომ რომ ჩვენი დრო იწურება. უნდა ვთქვათ რა, იმდენ მარგალიტებს აფრქვევს რომ უნდა უპასუხოთ. ესე იგი, ჩვენ ხელისუფლება რომელიც ვამბობთ რომ მედია გავანთავისუფლეთ მართლა მთელი საღამო დღეს ბატონზე. თქვენგან მარგალიტები ამიტომ ერთი რამ არის საქართველოში სულ 20,000 სტუდენტი ხალხმა რომლებმაც გავანთავისუფლეთ მედია ზეწოლისაგან, სასამართლო ზეწოლისაგან, ბიზნესი ზეწოლისაგან, ადამიანები რომლებიც ესე იგი არიან გაცილებით უფრო თავისუფალ მდგომარეობაში ყველა ამ დარგის წარმომადგენლები თურმე ჩვენ დიქტატურას ვაშენებთ, ავტორიტარულ რეჟიმს ვაშენებთ, იმიტომ რომ გულავა, რომელიც 50 მილიონში არის ბრალდებული, არის დაკავებული და სასამართლო პროცესს ველოდებით და ყველანი ნახავთ თუ ამ სასამართლო პროცესის შედეგად რა მოხდება. მე ერთი თემა მინდა უბრალოდ, რომელზედაც წამოისროლა ბრალდება, როგორც იციან და შემდეგ გატარდა ისე ეს ქალბატონი ეკანონიზაცია. ეს არის პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობა. ამასთან დაკავშირებით თუ ნებას მომცემთ ორ სიტყვას ვიტყვი რა. საქართველოს კონსტიტუციაში
30-ზე მეტი ცვლილება განხორციელდა, ასე იყო ჩაწერილი, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედებულიყო მას შემდეგ, როდესაც ჩატარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის შემოდგომას. ეს ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თვითონ ამ კონსტიტუციაში არის ძალიან ბევრი ისეთი ადგილები, რომელიც იწვევს ხოლმე კამათს და რომელიც იწვევს მუდმივად რაღაცა იურისტებიც რომ ვერთანხმდებიან ისეთი ტიპის კოლიზიები ხდება ხოლმე. ამიტომ თემა, როდესაც ამბობენ იმას, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს იმას ხელი თუ პრემიერმა. თუ გადასწარ რომ პრემიერმა უნდა მოაწეროს ხელი, ამათი მხრიდან იქნება ყვირილი რომ პრემიერმა კი არა პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. თუ სადმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, ატყდება პირიქით შემდეგ ხმაური იმაზე რომ ეს რომ ასე უნდა იყოს. ასე უნდა იყოს. არა, თქვენი ყვირილი, თქვენი ტაქტიკაა ეგ. თქვენი ტაქტიკაა ეგ. უბრალოდ მე მინდა რომ მოსახლეობა მიცოდეს. გაეროს გენერალურ დივანო მოიწვია პრეზიდენტი ჩამოდი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რომ ჩვენი ოპონენტების საკუთარ სამინისტრო თანხმობას არ აგზავნის პრეზიდენტის ეს გაეროს. ერთი საკითხი ჩვენ რაც ძალიან დაგვჭირდება ყველას ქვეყანა ამის გამო. ეს ჩვენ ყველა ვიცით რომ კონსტიტუციაში სანამ არ დავარეგულირებთ ამ საკითხებს გაეროს გენერალურ დივანო კითხვის ნიშნის გაეროს გენერალურ დივანო მოიწვია პრეზიდენტი საქართველოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის პასუხს არ აგზავნის გაეროში ეს იცით კი? აქ არის მათი აზრით პოლიტიკური განხეთქილება არის გუნდში უთანხმოება განხეთქილება კი არა დაცინვა პირდაპირ და ბატონგოკა თულა გიხარიათ ეგ გასაგებია ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი დრო იწერება დათვალე ბოლო ფრაზებისთვის მოგცემთ ყველას დროს რა თქმა უნდა ბატონო ზვიად გთხოვთ მოკლედ მიპასუხოთ ერთი საკითხი რომელიც ცოტა სცილდება რა თქმა უნდა თემას თუმცა თქვენ დღეს ბაქოდან დაბრუნდით სადაც შეხვდით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს თქვენ იცით რომ თქვენი კოლეგები აგრეთვე ელოდებიან ინფორმაციას თუ რაიმე სახის ახალი ინფორმაცია იქნება იმ ინციდენტთან დაკავშირებით რომელიც ბაქოს აეროპორტში მოხდა. ხომ არ დაინტერესებთ? როგორ არ დაინტერესებთ? თუ არის რაიმე ახალი ინფორმაცია. დაინტერესებული ვარ და ესეც რა სიმართლეც აქ ნაციონალებმა გაავრცელეს, ეგეთი სიმართლე აქვს საერთოდ ყველაფერში რა. იქ რომ არის ძალიან სერიოზული ამბები მომხდარი და იქ რომ ნაღდად ფული ჰქონდათ გვარს არ დავასახელებ კონკრეტულ ადამიანებს წამოსაღებად არ დაგავიწყდეთ არავითარ შემთხვევაში. ელექტროშოკები არ დაგავიწყდეთ არც შემთხვევაში. ბაქოს დელეგაციაში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ინფორმაცია წარმომადგენლები იყვნენ არაოფიციალურად, იმიტომ ოფიციალურად დადასტურება სწორედ ინფორმაციას გვეთქვით. აბა რა არის ბატონო ზვიად? თუ ოფიციალური დოკუმენტი არ გაქვთ, ესე დანარჩენი ყველაფერი არის ჭორი. ევრო და $9 მილიონი ვინ დაგიდასტურა? იყო ხელჩათი თვითის ბატონო ზვიად ვინ დაგიდასტურა? სირცხვილია რეალს ლაპარაკობ. ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ დელეგაციაში. ისინი არ წამოვიდნენ ამ დელეგაციაში და გამოაცხადეს, რომ უგულავას ამბების გამო არ წამოვედით, როცა პირიქითაა თუ უგულავას ამბებია და ესე იგი დელეგაციაში ხარ, უნდა წახვიდე და ყველგან უნდა ილაპარაკო, რომ ეს ხდება, რაღაცა ხდება ეს. მე არ ხდება, დრო არაფერი არ ამრევია, უბრალოდ ესეთი ამბავი იყო და არ წამოვიდნენ, იმიტომ რომ იქ არის კონკრეტული ადამიანები, ამასთან დაკავშირებით, რომლებმაც ძალიან დაწვრილებითი და დეტალური ინფორმაციები იციან და რა თქმა უნდა ამას აარიდეს თავი ჩვენმა კოლეგებმა ნაციონალური მოძრაობიდან და რაც შეეხება ხა შავი ფულის მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა ერთად რაღაცა ვერ წარმოიდგინო, ძალიან ძნელია ხა. აზერბაიჯანმა მხარემ დაგიდასტურათ არაოფიციალურად. მოდი გიორგი რა, მე უბრალოდ მაინტერესებს თუ აზერბაიჯანული მხარეა რა სად არის მათი ინტერესი რომ ოფიციალურად არ თქვან. თავიდან ბოლომდე ოფშორებში დადებულ შავ ფულს ეფუძნება, ახლა ესე მართლა მოინდომეთ რომ აქეთ გადმოხვიდეთ ბრალდებებით? მართლა თავიდან ანგოლა გეიტით დაწყებული რუსეთში გადაგდებული მოვალეები დამთავრებული აი ამ შავი ფულებით შექმნილები ხართ ეხლა მართლა თემას ვცდილობ ბატონო გიორგი ბატონო ზვიად გთხოვთ დაუბრუნდეთ იმ კონკრეტულ ფაქტს ნარკოტიკების ვაჟებ გაიდამაკების და ემეების ფულებით შექმნილი პარტია ხართ მართლა რას ლაპარაკობთ გამოსიარა გახსოვთ სახელმწიფოდან შემოიტანა ლეგალური ფული რა შუაში აი რა ნარკოტიკების ვაჭრობის შექმნილი პარტია შავი ფულის წარმომავლობას მოგიყვებიან კარგად 90-იანი წლების რუსეთში შავი ფული როგორ გროვდებოდა მაგას მოგიყვებიან ქალბატონო ეკა თუ დაინტერესებს ბატონო ზვიად მე მაინტერესებს უბრალოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ოფიციალურად ქალბატონო ეკა ბიზინა როცა გადაცემას წაიყვანს რომელსაც წაიყვანს ძალიან კარგად იმიტომ რომ არის მრავალმხრივი ნიჭიერი მათ შორის უნივერსალური ჟურნალისტი სამინისტროები შავი ფული და ნარკოტიკები და იარაღის ვაჭრობა მართლა ნულაპარაკობთ ხო მართლა წარმოადგენთ პარტიას რომელიც მარტო ფულის გამოა შექმნილი სხვა არაფრის გამო ერთიანი იდეოლოგია თქვენ არ აგაქვთ რა გაკავშირებთ თქვენ არ იცით კარგით ბატონო ვიღაცები პროდასავლელები ხართ ვიღაცებს ნატო ვიღაცებს არ უნდათ
ვიღაცები დისკრიმინაციას კანონს აგინებენ, ვიღაცები აქებენ. ერთი რამე რაც გაქვს, ფულის გარშემო ხოთ გაერთიანებულები და ამ ფულზე მაინც ვილაპარაკოთ, მართლა სიცხვილე. კარგი, ბატონო გოკა, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ბატონო კორუფციაზე, ძალაზე, ბატონო ვიყავით გაერთიანებული და ჩვენ ვიყავით ის თავრობა, ვინც მინიმუმამდე დაიყვანა ქვეყანაში კორუფცია. ის მინიმუმამდე დაიყვანა ქვეყანაში კორუფცია. თქვენ შემდეგი გადაცემისთვის მაინც გამირკვეთ რემენა სად არის? კარგით, ერთი წამით და ახლა ბატონო ზვია, თქვენთან მექნება ერთი შეკითხვა და შემდეგ დავასრულებ. ეგება ამიხსნა ქალბატონო ეკა. უბრალოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მოითხოვა ინფორმაცია. გიორგი, რა მოგივიდა კაცი ბრალდებებით არის. შენ ახლა როგორ დავასრულებთ? თუ იმ თემაზე დასრულება გინდა? იმ ხალხსაც უთხარი რომ სხვა თემებზე ნულაპარაკობენ. ეს არ ხდება გაუჩიშეთ კიდევაც ბატონო გოკა. მშობლობის პრეზუმპციით დაცულ ბატონო გოკა, გთხოვთ მილიონი მოიპარა, გამორთულია თქვენი მიკროფონი. არც ერთხელ არ ბრალდებულია და ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს ამის გამო მეთქი და რა არის გაუგებარი როცა აპირებს თონდა უფლება მაგრამ როცა ადამიანი აპირებს რომ დატოვოს ქვეყანა და არ ჩამოვიდეს ბატონო ზვიად გათიშულია ბატონო გიორგის მიკროფონი გათიშულია თქვენი მიკროფონები ჩართულია ბატონო ზვიად უბრალოდ ის თემა მინდა რომ ავუწუროთ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მოითხოვა ინფორმაცია რა ინტერესი აქვს აზერბაიჯანულ მხარეს რომ თუ აქვს ეს ინფორმაცია არაოფიციალურად არამედ ოფიციალურად დაუდასტუროს ქართულ მხარეს მე გეტყვით ახლა ეს არ არის მხოლოდ რაღაცა პოლიტიკური რომელიმე პარტიის თემა ეს არ არის მხოლოდ დაუშვათ ჩვენსა და ჩვენ ოპონენტებს შორის თემა ეს არის თემა რომელიც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას ეხება და მე ვფიქრობ რომ ამის შესაფერის პასუხს მივიღებთ ჩვენ აზერბაიჯანული ჩვენი მეგობარსა ისინი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რაღაც გარკვეული ამ ამბების გამო ესეთი სიტუაცია და ყველაზე კარგად ამ ხალხმა იცის ეს მაგრამ რა თქმა უნდა ეს უნდა უარყონ ახლა აქ აბასხვაგვარად არ გამოვა კარგი ჩვენ უნდა დავასრულოთ ბატონო გიორგი ბატონოზე თვითფრინავში როგორ შექმნათ ელექტროშოკები აიგეთ სამიხსენეთ და გავჩუმდეთ კარგი ბატონო გიორგი ჩვენ უნდა დავასრულოთ ქალბატონ ეკასგან ვიწყებთ მე აგიხსნით მე ელექტროშოკებით ირმა ნადირაშვილი როგორ შედიოდა ჩვენ ვასრულებთ გადაცემას და ახლა ყველას მოგცემთ სიტყვას რიგრიგობით ბატონო გიორგი ქალბატონო ეკა თქვენ გავიწყებთ ბოლო რეპლიკები თუმცა მე ვიდაიდან ახსენეს აქ გადაცემა რომლის წამყვანის უნდა იყოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მე რამდენადაც ვიცი GDS-მა ტელეკომპანიამ დაადასტურა ინფორმაცია ამის შესახებ ხომ არ იცით თქვენ რა თემაზე იქნება ეს გადაცემა მე მგონი რაღაცა უადგილო კითხვა დასვით ესეთი განცდა მაქვს. საინტერესო გასულ კვირას ძალიან დიდი ინტერესი იყო და უბრალოდ მე გამოვყავდი მე ამ თემას. ბოლო ფეისა გვაქვს ხო შემოწამებელი? თუ იცით შეგიძლიათ ვითხრათ რომ არ იცით და მაშინ უკვე ჩოგდეთ. მე მაქვს კიდევ საშუალება რომ ვისაუბროთ. ბოლო ფრაზებზე მაშინ არჩევნებია მოახლოვებული რამდენიმე დღეში და მინდა უთხრე ამ ადამიანებისგან არ მიკვირს და არ უნდა აღელდე ადამიანი არ უნდა გაბრაზდე და არ უნდა ქონდეს სერიოზული რეაქცია როდესაც ხა გოგა გაბაშვილი ლაპარაკობს იარაღით ვაჭრობაზე ნარკოტიკებზე და ამ შემდეგ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომლისთვისაც მსგავსი თემები იყო პოლიტიკურ გუნდში და თანამდებობრივი ძალიან მაღალ თანამდებობის პირებისთვის ერთ-ერთი უსერიოზულესი თემა და ბრალდება მე მგონია რომ ამაზე მე ნამდვილად არ უნდა ავღელდე ეს გამოძიების და პროკურატურის საქმე მათ ბევრი საქმე ექნებათ მე დარწმუნებული ვარ იქიდან გამომდინარე რომ იმდენი ისტორიები ვიცი მათ შორის რა შემოქონდათ და რა უნდა შემოეტანათ და მათ შორის სწორედ იგივე იმ პერიოდში როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა ეხა მე ვერ მოვასწრებ დღეს ამას ვისაუბრო მაგრამ თუ მექნება საშუალება ოდესმე ძალიან საინტერესო ამბებს მოგიყვებით ამ საკითხზე რაც შეეხება ამ არჩევნებს მე მინდა ვთქვა რომ თავისთავად ის რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს ამ ძალადობრივ რეჟიმს არ დააბრუნებს უკან მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ეს სისტემა რომელზედაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ და მისი მართლაც თავგანწირული ნაბიჯების შედეგად გახდა შესაძლებელი რომ სისტემა დასრულებულიყო იდგა სწორედ ადამიანის ჩაგვრაზე და მისი ღირსების შელახვაზე ეს არ მიგვიყანდა ჩვენ არასოდეს ევროპამდე ჩვენს მივდიოდით მართლაც იმ უბედურებისკენ, საიდანაც არ ვიცი რა იქნებოდა საბოლოოდ გამოსავალი რომ არა მართლაც ოქტომბრის მოვლენები და ეს ფაქტი რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში რამდენიმე ოლქში მეორე ტური ჩავატაროთ
ეს პირველი ტესტია იმისა, რომ ქვეყანას ყავს დღეს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს ცნუნება არჩევნების გაყალბების. თბილისშიც, რამდენიმე ოლქშიც, მათ შორის ფოთშიც, რომელს დეპუტატიც მე ვარ, ტარდება მეორე ტურები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კანდიდატებს ექნებათ მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის, იმიტომ რომ ის ვალდებულებები, ჩვენს მიერ აღებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. დათო ნარმანიაც იქნება თბილისის მერი, ჩვენი კანდიდატების დარწმუნებული ვარ, რომ გახდებიან გამგებლები და მერები, არა იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვჭირდება და ჩვენ გვინდა, ეს ჭირდება ქვეყანას, იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდება სიმშვიდე, ქვეყანას ჭირდება ადამიანის უფლებების დაცვა, ადამიანზე ზრუნვა ჭირდება. თავი განსხვავება იცით რა არის? ჩვენთვის ადამიანი არის მიზანი და ამათვის ადამიანი იყო საშუალება. დიდი მადლობა. მადლობა. ბატონო ლევან. ისმენთ ბოლო რეპლიკა. Ну, რთულია ისაუბრო ხა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ და ქალბატონეკას შევეწინააღმდეგები, ნამდვილად რთულია საუბარი, რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს და ჩვენ მოგვეცა საშუალება ჩვენი ჯანმრთელობთან თუნდაც შეხვედრის და ჩვენი უფლებების დაცვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად ვნახეთ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა რა რთულ ვითარებაში ჩაიარა ერთი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, იყო გაუთავებელი ზეწოლები, აუმრჩეველთა შეხვედრების ჩაშლის მცდელობები, იგივე ჩვენს ლიდერების მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნები, რაც დასრულდა გიგი უგულავას დაჭერით. აი ასეთ ვითარებაში, როდესაც საუბარი არის წარმატებულ არჩევნებზე და მეორე ტურებზე და ასე შემდეგ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები ეკას, თუნდაც არჩევნების დღეს, რომელიც 15 ივნის გაიმართა, ყველა ხერხი იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, გამოყენებული იყო სომხური კარუსელიც, ბულგარული ავტობუსიც და უამრავი ახალი მეთოდები იქნა შემოღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაეწიათ ამ გამოცხადებულ არჩევნთა რაოდენობა და მიღებული ხმების რაოდენობა. ხან ტექნიკურ შეცდომებს აბრალებდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხან რას და ხან რას. საუბარია იმაზე, რომ უპრეცედენტო გაზრდილი არის გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა და რატომღაც ამ გაბათილებული ბიულეტენებში ყველაზე მეტი ნაციონალური მოძრაობის გაბათილებული ბიულეტენები აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანია კარგად შეაიარა და ეს ქვეყანამ დემოკრატიისკენ ნაბიჯი გადადგა, იმიტომ რომ რეალურად მე ვფიქრობ, ასე ვაფასებ და ეს ბოლო მოვლენებიც ამის დასტური არის, რომ ქვეყანამ სერიოზულად უკან გადადგა ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის კუთხით. მადლობა, ბატონ ზიად. ბატონ გოკას მოусვენთ. მე რიგრიგობით უბრალოდ თუ გინდათ კი ბატონო, მე ქალბატონმა ეკამისაუბრა იმის შესახებ, რომ 10 წლის განმავლობაში ქვეყანა რეგრესს განიცდიდა და უცებ 2012 წელს დაიძრა ევროპისკენ, ამას პირველ რიგში არ ეთანხმება არც ერთი ევროპელი მეგობარი საქართველოსი, არც ერთი ევროპული მთავრობა, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენ ვიცით განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოს ძალიან დიდი პროგრესის გზა გაიარა ევროპისკენ, გადადგა უნიშნულოვანესი ნაბიჯები იქითკენ, რომ გამختارიყო ჩამოყალიბებული, კონსოლიდირებული ევროპული დემოკრატია, მათ შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯად ითვლება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა 2012 წელს არჩევნების შედეგად და აი ამის მერე ქვეყანას ჰქონდა შანსი წინ წასულიყო გარკვეული მიმართულებებით, რაც პრობლემულად ითვლებოდა, მათ შორის გარკვეულად ადამიანის უფლებების სხვა მოხდა პირიქით, რაც კარგი იყო ყველაფერი შეწყდა, ინფრასტრუქტურული განვითარება, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის მოდერნიზაცია, ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა, ქვეყნის ელემენტარულად განვითარება იმ მიმართულებით, რასაც ჩამოყალიბებული ევროპული ეკონომიკა ქვია. ეს ყველაფერი შეჩერდა, შეწყდა, ყველაფერი შემცირდა, კრიმინალი გაიზარდა და რაც შეეხება უფლებებს, ყველაფერი რაც იყო ცუდი, არათუ მეორდება, არამედ გაათმაგებული ძალით ვითარდება და ეხლა უკვე ახალ სიმაღლეებს იპყრობს ქართული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო უკანასკნელის მიმართულებით, რაც ასევე ყველა ევროპული სახელმწიფო აღიარებს თქვენს მიერ დასაწყისში წაკითხული განცხადებები ამაზე მოწმობს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭო, ამერიკის კონგრესი,
სულ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ეხლა ქალბატონიკა თუ გინდათ დეტალურად განვიხილოთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სააკაშვილის დაბარების მცდელობაზე, ბეინერის განცხადება კონგრესის თავმჯდომარის ბოკერიას დაბარების მცდელობაზე, უგულავას დაჭერაზე აგერის განცხადებები. ქალბატონიკა ყველა გეუბნებათ ეხლა თუ გინდათ დაინახეთ, თუ გინდა ვერ ქალბატონიკა ნუღაც შეაწყვეტინებთ. მე კი თქვენ მაგივად არ ვიწუხებ ამაზე და ნუ მაწყვეტინებთ ეხლა ჩემი შემაჯამებელი სიტყვა ხო? თუ გინდა დაინახეთ, თუ გინდათ ვერა, თუ გინდა გააგრძელეთ აი ესე გაღიმებულმა ამავე მიმართულებით ცვლა, რა მიმართულებისაც დგეხართ. უბრალოდ ერთი რამე უნდა იცოდეთ. ყველა ფერი უბედურების გადაბრალებით წინა 10 წელიწადზე, სადაც ყველა აღიარებს საქართველოს ყველა მეგობარი რომ ქვეყანამ პროგრესი განიცადა ბოლო 10 წელიწადში. ყველა აბსოლუტურად აღიარებს თქვენს გარდა ქართული ოცნების და პუტინის რეჟიმის გარდა, ქართული ოცნების და პუტინის რეჟიმის გარდა. ქალბატონიკა მოусმინეთ ჩვენ ვასრულებთ ეს შემაჯამებელი. მიუხედავად დიდი პრობლემებისა, ქვეყანამ განიცხადა პროგრესი, მაგრამ შანსი იყო კიდევ უფრო მეტი პროგრესის და ესაა სამწუხარო. კიდევ უფრო პროგრესის მაგივრად ქვეყანა მიდის უკან. და ეს ხდება ამ ხელისუფლების ხელში, რომელიც თან გაღიმებული არანაირ პრობლემებს არ აღიარებს, გონია რომ ხალხის დაასაქმა, საწარმოების გახსნა, სოციალური ვალდებულებებიც შეასრულა, პენსიაც გაზარდა, სტუდენტებიც კარგად არიან და საერთოდ ტკბილი არის ცხოვრება და რა ვიცი, დაველოდოთ ოქტომბერში ახალ გადაცემას, სადაც ამას კიდევ ერთხელ განსაკუთრებული თქვენ ხომ არიცით რამე ამ გადაცემის შესახებ, ისე მეც მაინტერესებს პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. სტუმრად მიხვიდოდით? ბატონი ბიძინა გააკეთებს ძალიან კარგ რაღაცას, დარწმუნებული ვარ ამაში. ამიტომ ჩემი კოლეგა და კონკურენტი ხდება ასე ვისაუბროთ. მე მინდა უბრალოდ ჩვენს მხარდამჭერებს თხოვო, თბილისელებს თხოვო, რომ მოვიდნენ, რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქტივობა არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ყველა ის დანაპირები, რომელიც აქ ქართულ ოცნებას გაცემული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ გვექნება ზუსტად ჩავაბარებთ ანგარიშს. თუ რამდენი გახდა პენსია, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, როგორი არის ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ქვეყანა ჩავიბარეთ, რომელშიც ეკონომიკური ზრდა იყო ფასადური, მილიარდს აიღებდნენ ბიუჯეტიდან, ააშენებდნენ ახალ პარლამენტის შენობას, ახალ მთავრობის შენობას, ააშენებდნენ ნუ შეაწყვეტინეთ ბატონ გიორგი, გთხოვთ ვასრულებთ გადაცემას. თქვენ შეგიძლიათ ამაზე რა თქმა უნდა თქვენი გამოიყენოთ თქვენი ტექნოლოგიები კიდე მაგრამ არსებობს როდესაც ხელოვნურად შენ თვითონ აიძულებ ხელოვნურად აკეთებ მშენებლობების საბიუჯეტო ინვესტიციების ხარჯზე აკეთებ ეკონომიკის აღმავლობას ეს არ არის ის რაც ქვეყანას გადაარჩენს ქვეყანა უნდა გადაარჩინოს ბიზნესმა კონკრეტულად გააქტიურებულმა კერძო ბიზნესმა და ეს პროცესი დაწყებულია ქვეყანაში ეს პროცესი აუცილებლად თავის ტემპებს აიღებს და აუცილებლად სოფლის მეურნეობაშიც უკეთეს მდგომარეობა გვექნება ვიდრე არის ჯანდაცვაშიც ძალიან ბევრი პროექტები მუშავდება მარტო დაზღვევის პროგრამა არ არის საკმარის რა თქმა უნდა ჩვენი დაზღვევისათვის განათლების სისტემაშიც ყველგან ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვები ძალიან კონკრეტული პროგრამები უბრალოდ თბილისში არ მომხდარა არაფერი ის რაც 2012 წლის განმავლობაში ვენახების გაჩენება დაიწყო ახალი ვენახების 3000-მდე ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა მაშინ როდესაც 2000 ლარს უხდიდნენ რამდენიმე წლის წინ თავისი ხელით გაეჩეხათ ვენახები. ეს პროცესებია დაწყებულია თბილისში, არაფერი არ დაწყებულა. იქიდან გამომდინარე. საერთოდ თქვენ ზურაბ ჯაფარიძის ციფრებით იკვებებით და საერთოდ ერთ რამეს ვფიქრობ, რომ ბატონო გიორგი და ბატონები არის მის, არავისი ხმა არის მის გარდა ბატონის გიორგის ხმისა. ყველა დებატზე აუცილებელია, სადაც რომელიმე მხარე ან სახელისუფლებო ან ოპოზიციის მხარე რამე საზრება სიტყვის უნდა მოიტანოს დოკუმენტები. აქ ენას ძვალი არა აქვს და ყველაფრის თქმა შეიძლება. გააკეთე რამეზე იტყვი გაკეთებულია, ის იტყვის არა. იტყვის სტუდენტის რაოდენობას, გეტყვის იმ წუთას შეგიცვლის არა. იტყვის ბიუჯეტში რღვევას შეგიცვლის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საერთო დებატების კულტურის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა დარჩება მთლიანად მოგებული პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებას, ოპოზიციას ყველანი მოგებული დავრჩებით. თუ ყველა ჩვენ ნათქვამს ექნება თავისი აგერ დოკუმენტური დადასტურება, მე ვაპირებ, რომ სწორედ ასე მოვიდე ყოველთვის ყველა დებატებზე ჩვენს კოლეგებთან, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ენაცვალი არა აქვს ფორმულა, სწორედ ამ ადამიანებთან ძალიან კარგად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დავასრულებთ ჩვენ. დღეს რა მოვიტანე. დავასრულებთ. რემენა სადარი კითხეთ არ გამაძეს. მადლობა დავასრულებთ. დებატები მაგის სპეციალისტი მინისტრი დებატები დასრულებულია. დიდი მადლობა. კრიმინალთან დაკავშირებით. სადარი რემენა? კრიმინალთან. თქვენ მოგიწევთ უკვე კამათის ეთერს გარეთ გაგრძელება. ქალბატონი ეკა ბესელია, ერთადერთი ქალბატონი და ბატონები ზვია ციციკური, გიორგი გაბაშვილი და ლევან ბეჟაშვილი იყვნენ დღეს ჩვენი სტუმრები. ჩვენ გემშვიდობებით მომდევნო სამშაბათამდე დავბრუნებით არჩევანით იგივე დროს, იგივე არხზე. მომდევნო სამშაბათს ნახვამდის.